კახაირა უნდა წალენჯი ხადა რაღაცებს კონდა. თავის მოვლა და შოპინგი. საფხულში ყველაზე გემრიელი რაჭამე. მე ვიაჩენი. შედობაში მოხდა. შედობაში მოხდა. ფულს ჩაიხდის. მე არ მევალება რომ ღმერთი იყო რა. აი მე თაკო. დაკითხობ. გამარჯობა ლევან. გამარჯობა თაკო. გილოცავ, ეს არის მე-6 ეპიზოდი. რომელსაც პირველად ვწერთ დროის შესაბამისად, იმიტომ რომ დანარჩენი ყველა ძალიან ადრე ჩავწერეთ და ახლა უფრო ისეთი იქნება რა. ფრეში. ჩვენი პოდკასტი უფრო გაფრეშდება, იმიტომ რომ უფრო ცხელი და ახალი თემებით შემოგერთებით ხოლმე. და იმედია რომ ბევრი საინტერესო რამე მოხდება, იმიტომ რომ სულ ცუდი ხდება. პატარა რაღაცა რაც შევცვალეთ არის ამ ყუთებში თუ გახსოვთ ერთმანეთს რომ ჯოჯოხეთის მაშხალებს ვუკეთებდით ხოლმე, სპონსორი რა თქმა უნდა ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რაღაც რომ შავყუთში დევს რაღაც საშინელება და ამაში დევს რაღაც ნორმალური. და ჯერანის პრინციპით გადაწყდება რომელს გასინჯავს რა, იმიტომ რომ ძალიან წვალობდით და ბოლოს რა ვიცი, დიარეა და ყველაფერი. ორივე ცუდად რო არ ვიყოთ, გადავწყვეტეთ რომ ერთი ჯობია რომ წაიქცეს და მეორე იდგეს სამშობლო სადარაჯოზე. და დავიწყოთ, იმიტომ რომ ცუდი რომელიც არის დალბება და ცოტა გავარკვიოთ ჯერანი ერთამდე. კაი. სამდე რო ვითამაშოთ მოგიგებ. კაი. ჯერანი. ხოთი შორის ეს შემთხვევა როცა ფიქრობდი რომ ცუდი რომ მოვიდეს უკეთესი იქნება თქო. იმიტომ რომ ლამაზია. ლამაზია და ეს ბევრია. ჯერ ნახოთ საკოსთან ადებს კარგი რა არის. ეს არის კრუასანი, ერთი არის ვანილით და მეორე არის მარწყვის ჯემით. ჟოლოთი მგონი. ნუ კარგი რა, მაგრამ უკეთესი. უკეთესი ხო. არა ექსპერიმენტული, ჩემი ძალიან ექსპერიმენტულია. ძალიან მოკლედ მოუყვები აქ რა ხდება. ამაში ყრია ყველის პოპკორნი, რომელსაც დაახლოებით იგივე სუნი აქვს, აი რემონტს რო აკეთებთ სახში, ცემენტის სუნი რაღაც რაღაცა ეგეთი. ყრია ჰალაპენიო, ნახევარი არის ჰალაპენიოს წვენი, ნახევარი არის სპრაიტი 50-50 და ასევე არის სკიტლსი, რომელიც გაიხსდა და ყველის შებოლილი სულგუნის ჩხირი. შეგერგოს ლევან. მე ეხლა ამას მოდი ეს ჩემ თავს გამოვიწვევ და ერთიანად დავლევ. რაოდენობა წყუროდა ლევან. კიდე ამდენი რატოა? ზაბწარია. ჰალაპენიო. აი პერსაშერი გემოაკალ ხო. ჩაყოლე რა, ჩაყოლე. უარეს დამემართება. სწრაფად იმიტომ ვსვავ, რომ გემოსვევ, სწრაფად რო ვსვავ. კი. საფხულში ყველაზე გემრიელი რაჭამე. მე ვიაჩენის. ბებიაჩემის ჭამე თაკო, იმიტომ რომ ზაფხულში მე ვერ წავედი, ვერცად ბებია მყავდა დატოვებული. ამიტომ შემოყევი შენ ზაფხულზე როგორი იყო ზღვისპირეთი, როგორი ამიდები დაგვხვდა და როგორი სიამოვნე. ასე კი, რამდენიმე დღით წავედი ზღვაზე, ნუ რამდენიმე დღით რა კვირით. ეს უნდა დაგვიო. აი, კარგი დაწყმადი. ყველაფერი კარგად იქნება ლევან, ამინდები წყალი არ იყო რა, კარგი რა. ბათუმში ხო, ბათუმზე ერთი რაღაც უნდა თქვა, ბათუმში არ ვისვენებდი, ბათუმთან ახლოს ვიყავი სასტუმროში, რომ სხვა კარგი იქნება და მარტივად ვივლით და ასე შემდეგ. სხვა კარგი არ იყო, მაგრამ ამინდები მე როცა ვიყავი, სულმზე იყო ერთხელ იწვიმა და აი დაახლოებით ნახევარ დღეს რო დაკარგავ რუჯისთვის. უბრალოდ მე არ ვიყავი მოწადინებული. რამდენიმე საღამო მარტო იმიტომ გავუმაზეთ, რომ კარგად გვეჭამა, ასე რომ გააჩნია ვის რა ის ქონდა რა სურვილები. მაგრამ ნუ ძალიან კარგად დავისვენებთ კი აი უკეთესად დამისვენია რა თქმა უნდა. მაგრამ ბათუმზე ერთი ის უნდა ჩემი დაკვირვება ბევრი ხალხია ხო სულ გვესწოდა. ბევრი რუსი და ასე შემდეგ და ნუ კი, მაგრამ აი წინა წლებთან შედარებით ეგრე არ არის, იმიტომ რომ არსად საკვებ ობიექტზე ნორმალურ საკვებ ობიექტზე რესტორანს გულისხმობ, ეგეთი რიგი არ იყო, რომ მიხვიდე და რაღაც საუკუნეელოდ გახსოვს 2 საათი ნახევარი რომ სუშის ველოდებოდი და დაახლოებით ეგ სიტუაცია არსად არ ყოფილა. ან ისეთი ტურისტები არიან ჩასულები რუსეთიდან გინდა თუ საიდანაც გინდა რომ ანუ სადღაც ისეთ ადგილებში დადიან ან მარკეტში ჭამენ ან რაღაც ეგეთი რომ მასეთ ობიექტებზე არ ხვდებიან ან არ ვიცი. რა იყო? ცოტა დასველდი. ანუ იმას ვეღარს, იმიტომ რომ პეში რომ მოყვება ეს პოპკორნი გული ვერება. მე რომ ჯერ დაგერიოს გული. მოგეთ მე ეგრე დავისვენე.
მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველად ძალიან მეზარება სამსახურის დაწყება. გავიოფლე. კი. ცოტა ჩასოლდი. ჭამე ხა მეც მინდა. მირთვი. მე ვანილის გადავიდე მინდა. მეთქი აი ეს არის ვანილის. არ დაგიტოვა? არა. ხალხო მე ისეთ ხინკალს როგორ ჭამ? ესე კუჩი დავიჭერ და ერთიანად. აბა თუ გამომივა. შენ რო გერება გული გინდა რომ სოფთა დაერიოს. მე ვიცით რომ მიუსაჯეს ინდისის პატიმრებს ესეთი ყველაზე მსხვილი ეს იყო მისჯა შეიძლება ითქვას იმიტომ რომ 8 და 11 კაცი იყვნენ ერთდროულად ედავებოდნენ ჯგუფურ დანაშაულს ქვეყნის გადატრიალება გინდოდათო მე გადააკვალიფიცირეს და ჯგუფურად გინდოდათ სახელმწიფო ქონების და მსგავსის დაზიანება და პარემ დაჭერილები ხარ და ხوار გაგიშვებთო ხო და ნიშნობა არ აქვს რამდენს მიუსჯენ ამ ადამიანებს 2-4-ს თუ 8-ს თავარი არის რომ უდანაშაულო როცა არის ადამიანი არც ერთი დღე არ უნდა გაატაროს რეალურად ციხეში თუმცა ამის პრეცედენტი ამ ქვეყანაში არაერთხელ დადგა რომ სრულად უდანაშაულო ადამიანები მართლა უბრალოდ იმიტომ რომ კარგი უნდათ საკუთარი ქვეყნისთვის საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის შვილებისთვის ვისაც შვილები ყავს და რა ვიცი მეგობრებისთვის და ასე შემდეგ საკუთარი თავისთვის კი და თან ამბავი არის რომ როგორ მოაგროვეს ეს ადამიანები რომლებიც მართლა 11 ადამიანი ხო შეიძლება რომ 11 ადამიანი მოაგროვეს შეიძლება ითქვას და უთხრესო თქვენ ერთდროულად ცდილობთ ქვეყნის დამხობას და ეს 11-დან ორი მაინც რო ერთმანეთს იცნობდეს ხო შეიძლება ანუ ცოტა მაგაზე მაინც რო გაინძრე ხო აქამდე თუ ვიძახდით რომ ყავს 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე და ზუსტად არ ვიცოდით როგორ დამთავრდებოდა მათი საქმე ახლა შეგვიძლია ვთქვათ რომ ყავს 40-ზე მეტი ნამდვილად პოლიტიკური ტყვე რომელთაც უკვე მისჭილი აქვთ განაჩენი თავისუფლება ამ ბიჭებს იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ მათი ოჯახების და მათი ტრაგედია, ეს არის მთელი საზოგადოების ტრაგედია და უნდა იყოს საერთო ბრძოლის მთავარი საკითხი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არჩევნები ეგრეთ წოდებული გვიახლოვდება და ვიღაცები ცდილობენ, რომ ქალაქები გამოსტაცონ ოცნებას. სანამ ქალაქებს გამოსტაცებთ ოცნებას, მანამდე ბიჭები არიან გამოსატაცებელი ციხიდან, რომლებიც ტყუილას ხედან გისოსებს მიღმა და კარგავენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წლებს. და აქ სახიხატები შეიქმნა მშობლების ამ პროცესის დროს და თუ შეიძლება ადამიანი 2 წელიწადში და ციხეში, მაგრამ მისი მშობლის სიცოცხლეს ის რამდენ წელს აკლებს, ეგ კიდე ცალკე საკითხია. და რამდენს დააკლდა უკვე ესეც ხო ფაქტია, რომელიც დადგა სამწუხარო რეალობა. ანუ ამ 2 დღის განმავლობაში და ალბათ მთელი კვირის განმავლობაში რაც ვნახეთ სასამართლოს ეზოში როგორც შესაძლებელი იყო რომ გვენახა, იმიტომ რომ გაშუქება არის აკრძალული, რაც მე ვნახეთ როგორ გაგრძელდა პარლამენტთან და ასე შემდეგ, სადაც ასევე დაიჭირეს ხალხი, აი უბრალოდ პანტაპუნტი შეიძლება ითქვას და ქალები და კადრები ვისაც ნანახი არ გაქვთ შეგიძლიათ რომ ნახოთ როგორ ექცევა რა ვიცი 5 პოლიციელი ერთ ქალს და მე იტყვიან რომ ქალის პატივისცემა ქალია კაცია და რაღაც სისულელეები რომელიც არის აი არ ვიცი ტყუილი და ფარისევლობა რომელსაც ეს ადამიანები დაანტეხავს მე სულოპარაკობ ამ თემაზე დიდხანს როლოპარაკობ ყელში ბურთი მეჩხირება ხოლმე და განსაკუთრებით აი მშობლებს რო ხედავ ერთმანეთს რო აძლიერებენ და ერთმანეთის იმედი აქვთ ახლა ამ ადამიანებს ალბათ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა სხვებთან ერთად მაგრამ ერთმანეთის უფრო არიტირო იმიტომ რომ ჩვენ შვილებს ეს არ მოეწონებოდათ და არ ვიცი რეჟიმს არ დავანახოთ ჩვენი ცრემლები ან ასე შემდეგ არ ვიცი მაგაზე რეაქცია ვისაც არ გაქვთ ან რა ვიცი როგორც მინიმუმ არ ნერვიულობთ გული არ გიჩუყდებათ ან არ ვიცი იძახით რომ ღირსია ეგ საერთოდ ერთი მინდა თქვა, იმიტომ რომ ეხა ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ეხა უცებ რაღაც კადრები ამომეტივდი და თავში მე ამ პროცესში განსაკუთრებულად მაბრაზებს ოპოზიცია, ის ორი პარტია განსაკუთრებით, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს მშობლები ჩვენ ხედავთ არაერთი ვიდეო გვინახავს, როცა დადიან რეგიონებში და ავრცელებენ საინფორმაციო გაზეთებს საკუთარი შვილების წერილებით, ბიოგრაფიებით და ასე შემდეგ და ამის პარალელურად აი რომ ასკროლავ Facebook-ს ან რომელიმე საინფორმაციო სივრცეს სოციალურ ქსელს ერთი ეს ვიდეო შეხვდები და მეორე შეხვდები როგორ დადიან რაღაცა ორი პარტიის გაერთიანება ოპოზიცია რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას მათი წარმომადგენლები ხალხთან რა და მანდაც ძალიან ათლა ჩანს რომ საერთოდ ცალ-ცალკე
ორი ცალსაკე პროცესია, ერთი იბრძვის ძალაუფლებისთვის და მეორე იბრძვის საკუთარი შვილების უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის ზოგადად. ერთს პოლიტიკური ანგაჟირება გააჩნია, მეორეს პერსონალური, რაც საბოლოო სამშობლოს ინტერესებამდე დადის, პერსონალური ინტერესით საკუთარი გაჭირვებით უფრო სწორედ აკეთებს ამას. არ მგონია რომ ეხა ყველაზე მაგას ვერ ვიტყვენ, უმეტესობა ეგრე არის, მაგრამ ეს პოლიტიკური შეიძლება ვიღაცას მართლა გონია რომ რასაც აკეთებს სწორია რა, მაგასაც ასე ოპოზიციაზე ეძახი? ყველაზე არ ვიძახი, მაგრამ ოპოზიციის ნაწილზე ვიძახი რამდენიმე ადამიანზე ალბათ. ყველაზე მეც ვიძახი, მაგრამ უბრალოდ აი ეს შედარება, რომ ლაკმუსის ქაღალდებით არის, რომ ერთი დადის რაღაცა უბნებში და რაღაცა პოპულისტურ საშინელ ვიდეოებს აკეთებს და აქეთკენ არიან ნატირებული მშობლები, რომლებიც დადიან რეგიონებში და იმაშვებია, რა ქვია, ნამდვილ ადამიანებს ყოველგვარი დადგმის და გათამაშების გარეშე ის ემოცია მოვაქვს ჩვენამდე და უცნაური ის არის, რომ შენ როცა გინდა რომ ძალაუფლებაში მოხვიდე და გამოგლიჯო ვიღაცას რაღაცა სანამ გამოგლიჯვამდე მიხვალ საერთოდ საშინელი სიტყვა. მანამდე ამ ადამიანთან ერთად წადი, აბა იქნებ. ამ ადამიანთან ერთად ვეღარ წავლენ. ხო, მანამდე რატო არ გაჩნიათ მაგის სურვილი? შენ თუ გინდა სიარული ხალხთან ლაპარაკი, თუ გინდა რომ გადმოიბირო. იმათ ერთად იარე, უკეთეს რას გააკეთე პროცესისთვის. მაგას გვერდზე არ დაიყენებენ. უკვე ხო. იმიტომ რომ გაწირულები არიან. მაგრამ შენი პრიორიტეტი როცა არ არის ამ ადამიანების გვერდში დგომა და სხვა რაღაცები უფრო მნიშვნელოვანია, მაგალითად კავალაძის ან მისი მოადგილეების სავარძლები ცოტა უცნაურია რა. მაგრამ ძალიან აქტიური კამპანია დაიწყო TikTok-ზე მხდება ვიღაც ახალგაზრდა კაცების ვიდეოები, რომლებიც რაღაც აგიტეს, რაღაც უბნებში არიან ქალს, ну თბილისიც არ არის, არ ვიცი რატო. მაგრამ აი ბან რო დადიან და მე თქვენ აგაშენებთ და მე ყველას მოგხედავთ და მე ვიქნები თქვენი ხმა ზუსტად აი ციტირებ ხა იმ ქალის ტექსტი გამახსენდა მე ვიქნები მე დავიცავ თქვენს უფლებებს და რაღაცებს ეუბნება რაღაცა უბნის რა თქმა უნდა სტადიონზე არიან შეკრებილები და ეუბნება რომ მე თქვენ სტადიონს აგიშენებთ. სტადიონზე გამახსენდა? ანუ ხალხი შიმშილი ტყვება და სტადიონზე უშენ. მე ვარ ერთადერთხელ ნამყოფი წალენჯიხაში. სადაც კალაძეც ავაროდოთ პირველად იმყოფებოდა ახლა ხანს და სტადიონზე იმიტომ გამახსენდა რომ სტადიონი გახსნა მაშინ. მანქანა გამახსენე რა იყო? იცით ახლა? პორშე მე მგონი, მაგრამ კიდე ოფროუდის უახლესი ჯიპები თუ რაღაცები ხო იყო მდინარეში გონკაობდნენ. ეგ არის გოიმობა. ხო რაღაცებს შეიძლება გააკეთო გასართობა თუ თქვა თუ გარემოს არ აზიარებ, მე არ ვიცი ხე გარემოზე როგორ მოქმედებს, მაგრამ ამის გადაღება და ანუ რა არის? ანუ ეგ მერის აქციაც კი არ არის, ინფლუენსერია თუ რაღაცა გადაბა, კახა ერაუნსზე წალენჯიხა და რაღაცებს გონკაობს. ხო და მე ერთ-ერთხელ ნამყოფი წალენჯიხაში სტადიონს გახსნაზე მაშინაც ეს იყო ერთ-ერთი ქალაქი, რომელსაც ყავდა ოპოზიციონერი მერი, სამწუხაროდ გარდაიცვალა გია ხარჩილავა, ახლა თუ სწორედ ვიცი თამარ ბელქანი აკეთებს ასრულებს მის მოვალეობას, მისი მოადგილე და ანუ მაინც და მაინც იქ ჩავიდა, სადაც ერთხელ საკალეჯი ხა იმათ წააგეს, ოღონდ ხო, სხვა შორის მაგის გაგრძელება. წააგეს, ოღონდ უფრო სწორად ბევრი გაწააგეს, მაგრამ ეგ დათმეს რა. იმიტომ რომ ძალიან რთული ის არის, რა ქვია. სამეფოში ლოკაცია, იმიტომ რომ აფხაზეთთან ძალიან ახლოს არის. მართლა ახსნა არ გამაჩნია იმისი, რაც ნახე, ანუ სრულიად ამოვარდნილი იყო ყველანაირი სიტუაციიდან, ანუ მერი კი არა არ ვიცი მესმის რომ ყველა ადამიანები ვარ და არ ვიცი ეგ მაგის თქმა თუ უნდა და რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ მინდა გითხრა რომ იქ ძალიან არაჩვეულებრივად გამოიყურებოდი კახი ეგ არ არის ჩვეულებრივი ჩვენ ეგრე არ ვცხოვრობთ ადამიანები პორშეთი არ მოძრაობთ შეიძლება ბევრი ადამიანი მაგის მიასედი მანქანითაც არ მოძრაობს არ ვიცი შეიძლება ერთი რაღაც იყო გათვლილი პორშეთი რო ჩავიდა პორშე ხო ესეთი მანქანა ქალაქის და იქამდე რო ჩავიდა ამათ ის და გააკეთეს გაუმართლა და გზაზე არაფერი მოუვიდა რა ქვია მაგას ავტობანი და მაგით ჩასრიალდა სავარაუდოდ და შეიძლება ეგ განაცხადი ყო არ ვიცი მართლა უბრალოდ გოიმია პრიუსით ვერ ჩასრიალდები just გოიმია ტიპინა და მე მინდა რომ ერთ რაღაცაზე შევეცდე კიდევ ერთხელ დავინახა ვინმე ცნობილი ადამიანი ელარჯს გაწელავს და გული ამერევა ხო, მაგას ახლა დილის გადაცემაში ვაკეთებდით, სანამ ჩვენ დავიბადებოდით, მანამდე აკეთებდნენ და მაშინ იყო ესეთი რა, პოპულარული. ეხლა დადიხარ კიდე იუთუბერებსაც გეტყვით 1-2-ს. ვინ? ვერ გეტყვი ახლა მე. რო დადიხარ თუ თბილისის კვიმეებს რო ზუგდიდს რო გვათვალიერებთ, ვიცით ხალხო ზუგდიდში ყველა ნაყოფიერ და ელარჯი როგორ იწელება, ყველა ვაკეთებს, ახლა ელარჯი და ხაჭაპურს და დავიღალეთ, come on. ჩვენ საერთოდ წარმოსნორი ხალხი ვართ ალბათ, იმიტომ რომ 200 გამომწერი ყავს და აქ YouTube-ზე შემოვედით რეცენზიები. თქვენ არ ვარ გიხართ, თქვენ ძონძის კუკლები თუ რაღაცა. არ დაგვეტაკოთ, ყველას არ ეხება, მე მყავს საყვარელი იუთუბერები. მოდი ჩამოვთვალოთ ჩვენ საყვარელი 3 იუთუბერი. ძალიან მსაური გადასვლა იყო, მაგრამ მინდა რომ ჩამოვთვალოთ. ოღონდ ამან უფრო იცის იუთუბერები, მე უფრო ის ვარ TikTok-ის. ეს საყვარელი არ
არ გამახსენდება, მაგრამ ბოლოს ყველაზე მეტად რაზეც ვერთობი, ეს არის კაკოს ვიდეოები. მთელი თავის დრაკონებით და გველებით და იცი რა მომწონს, ეხლა რაღაც ახალი ვიდეო ბოლოს რაც დადო ოჯახთან კი არა და ყველანი ერთად რო იყვნენ მისი შეყვარებული, მისი შეყვარების ოჯახი. ეგეთი სახალისო ვიდეო დიდი ხანი არ მინახავს, ძალიან გავერთე. მოდი მანდ გაჩერდი. ხო და კაკოზე აგრძელებ, გააგრძელებ. ხო და მეტი აღარ ჩამოთვალო. ანუ იმდენად ბევრი არის ეს რაღაცა ყველა მოგზაურობს შენი არ იყოს და ყველა რაღაცას აკეთებს, რომ მაინც რო კიდე საინტერესოა მაინც. ან იცი რა ქვეყნის გარეთ იყო თუ შეგინდა იყო არ ქონდა მაგას დიდი მნიშვნელობა, ვიდეო იყო კარგად გაკეთებული და კარგად გადაღებული. ანუ ეგ შეგიძლია რომ საქართველოშიც გაკეთო ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, ანუ რომ მიდიხარ, მგზავრობ რაღაცა სამგზავრო სახლით თუ არ ვიცი რა ქვია მაგას. თან სახლი როა და თან მარშრუტკა. სახლი მანქანა. სახლი მანქანით რო დადიხარ. და ანუ კარგი იყო რა. ერთი ეგ მაგას უყურებს. მოდი, ისე რო არ გამოვიდეს რომ ვაზელინობთ ვიღაცებთან. ერთი ვაზელინობთ ვიღაცებთან რო არ გამოვიდეს, ერთი თქვი ეს ეგრეთ წოდებული green flag და მეორე red flag. ხო მოგწონს, ეხა ერთი თქვი ვინც არ მოგწონს. და მე ვიტყვი. მე ვიცი ძალიან ვინც არ მოგწონს. ანუ მე ვინც არ მომწონს არ ვუყურებ და. ხო, მაგრამ თქვი ერთი, ნუ სახელი არა უშვებს. სახელი. ნუ მოგერიდებ. აუ არ ვიცი სახელი, მაგრამ აი რაღაც განხილვებს აკეთებს სხვადასხვა ვიდეოსი და ძალიან აჯობს ადამიანებს. ახალგაზრდა ბიჭია. არ გახსოვს სახელი? სახელი არ მახსოვს, მაგრამ უბრალოდ ვერ ხვდები რა საჭირო არა, თუ არ მოგწონს და მორჩა. ანუ რეაქცია რო იყოს, ალბათ რეაქცია და მაგიტო არ ვიცი. ოკეი. მაგრამ ანუ ბევრისგან მინახავს რა, ვისაც რაღაც რო არ მოწონს და მაგას რო იძახიან, მაგრამ არ ეზიანდები და ეს მაგიზიანებს უბრალოდ ეს კონკრეტულად. რომელიც ახლა თუ იხსენებ, ბიჭია, ახალგაზრდა. მე ვერ ვიხსენე, მე ბევრი მომწონს, მაგრამ ვერ ვიხსენებ, აი ისეთი ხوار არის ვინმე, რომელსაც სულ ვუყურებ, მე სხვა შეს მომწონს უფრო ამერიკული YouTube, ოღონდ YouTuber-ები კი არა, აი გადაცემები რა. აი ბოლო დროს რას უყურებ მაგალითად ეხლა არ ვიტყვი. ინკოგნიტოდ. ხო, იმიტომ რომ ეგეც თან ეგ თვალი YouTube-იც არ არის, ცოტა ტელევიზიის გადაცემასავით არის შინაარსობრივად ტელევიზორში წაიღებდა და ქართული YouTuber-ები მე ვუყურებ, მე პოდკასტებს ვუყურებ. სხვებს ვუყურებ სიამოვნებით და ეს რო მონტაჟდება მორჩა. მე რო ვიხსნებ. ისე სხვათა შორის კარგი იქნება თუ გვავიწყდება რომ გამოგვიწეროთ გთხოვოთ, იმიტომ რომ რა ვიცი, გვავიწყდება. და ასევე შეგიძლიათ დაგვიწეროთ რომ რა შეიძლება და უკეთესი გავაკეთოთ ან არ ვიცი რჩევა იდეა ან ასე შემდეგ. ოღონდ რას გავხართ და ვინ გეკითხება და რაღაც ეგეთები არა, იმიტომ რომ არ მოქმედებს ეგ ვიცით რასაც გავართ და ვიცით რაც ვიცით და ასე შემდეგ. სწორი თუ შეფასება გვაქვს მეგობრებო და რაღაცები ჩვენ არ გვაგეზიანებს თუ არ ეხება რაღაც ქვეყნის მთლიანობას და ზოგადად კრიტიკა ძალიან მისაღები არის, მაგრამ აი საიდან ამოხვედით და რაღაცები. სხვა შეს ძალიან სწორი კრიტიკა იყო, იქაც სულ სიტყვები ეწერა, მაგრამ სწორი იყო ეგ რომ ხშირად რაღაცა რუსულ სიტყვებს ვამბობთ რა, აი მე რუსული საერთოდ არ ვიცი, პატამუშტო და რაღაცას ვიცი ხო, აი შტერულა და დებილობა ეგ არ უნდა ვქნა მართალია და გამოვასწორო პირდებით. ჩემს ცუდ და კარგი YouTuber-ებს ეს. მაგას ისე არ იძახი ოღონდ ყოველდღიურად მაგას სიტყვებს ხო არ ვხმარობ და აქ რაღაც კამერა როიტები რაღაცა მეკეთება, რომ ოი ტელევიზიას, ოღონდ ტელევიზიას არ ვგავდე და ყველაფერს ვიკადრებ. ფულ ჩაიხდის. ხო და მოკლედ ორ შორის არ ვიცი რომელი ვთქვა. უბრალოდ მოკლედ მე ვიტყვი რომ ყველაზე მეტად კონტენტის თვალსაზრისით ისე რომ დავიჭდები და მოვუსმენ ჭამის დროს და თან მაინტერესებს და ახალ რაღაცას გავიგებ და ჩემთვის ძალიან იშვიათი მოსახერხებელია პროფესიიდან გამომდინარე რომ რაღაც ახალი გავიგო ვიღაცისგან რა ინფორმაციის თვალსაზრისით. კაი რა თავს იმართლებ თქვი? ჰიტა მომწონს ძალიან. ჰიტას ისეთი საინტერესო თემები აქვს ხოლმე რაც შეიძლება მეც მაინტერესებდეს, მაგრამ ან დრო არ მქონდეს, ან უფრო მნიშვნელოვანი რაღაც ყოს გასაკეთებელი და ვერ გავიგო და იმას რო უსმენ რაც არა, კარგია ხო? და კიდე ერთი რომელიც სულ მეგონა რომ ძალიან ცუდი ტიპი იყო და მე მივხვდი რომ just ეგეთი ტიპია და თან გულწრფელია და ეს მისი კიდე ჩესნებ თქვი კინაღა. აი პირდაპირ შეუძლია ადამიანს დააჯვას, მძიმე კაცი მაგის გამო მევასება. და კიდე არის რაღაცები. ეხლა რამდენად ჩამოვა. ამას არ ამოვჭრით დარჩება მძიმე კაცი. რა ქვია საეჭვო და ჭარბა და ოღონდ მაგის შვილი უფრო მევასება ძალიან საყვარელი. და კიდე არის რაღაცები. ტატო ბაცკაძის ფანი ვარ. ვსო, აღარ ვთქვი. ერთი გათქვევინე, მეტი აღარ თქვა არ შევეწერო. ეს მართლა მევასებიან. ვინ არ მევასება ეხა მაგას უკვე არ დამოვიწყდა. TikTok-იდან მოყოლებული, აი, რო ვხედავ მაჟრიალებს სიპერაზე. ვაი, მე თქვენ მეც მაგაზე ვიძახთ, იცი? არ ვიცი, მაგის კონტენტი ბოლო დროს. ანუ მე ორი მყავს, მეორესაც ვიტყვი, რომელიც პიროვნულად არ მევასება საშინლად. აი, რა ვიცი, წაშალეთ. მავანი. რობერტო მავანი თუ რაღაცა. აი, რო დადიოდა და ქალთა მოძრაობებს და რაღაცებს რო იმაშვებოდა, რა ქვია.
დასცინოდა. ვიღაცებს რო დასცინოდა, ვინც დასაცინი იყო, იმათაც კი ისე დასცინოდა, რომ ეს უფრო სვი ტიპი იყო სულ. მაგრამ იზიძღება რავია. მე ვთქვი რატომაც არ მევასება. ეხლა რასაკეთებს არ ვიცი ხო ვთქვი. ხო და რო არის რო რასაკეთებს მე იზღება რატო უნდა თქვა, მაგას გეუბნები. მე ხო ვიცი რა უკეთებია ცხოვრებაში. ხო და მე არ მომწონს და ანუ არ მომწონს გეზის სიტყვაზე გეუბნები. ხო, კაი, მეზიზღება და რა ვქნა, ბევრი რაღაც მეზიზღება, გასულ მეც ყველას ვეზიზღები, ნახევარზე მეც ვიზას თვალში მოვხვედრება. მე ხო შეიძლება ორი ადამიანი მეზიზღებოდეს. მე პოდკასტებს უსმენ. აი გასართობ იმებს ცოტა ნაკლებად ვუყურებ, მაგრამ ისე საერთოდ ყველაფერს ვუყურებ. ყველაფერს მართლა. ძალიან პოდკასტები უფრო მოგწონს თუ აი ანუ გაჩნია როგორ ხასიათდება YouTube-მა ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა რა, ტელევიზიის დინამიკაც კი მათ შორის ჩემი აზრით რაღაცები შეცვალა და რაღაცებს ხონერად დაგვანახა ესე ვფიქრობ. და შენი ანუ უფრო პოდკასტების ადამიანი ხარ თუ უფრო კინემატოგრაფიის და სერიალების? ანუ ვიზუალური პროდუქტი, შენთვის რა უფრო საინტერესოა? აი ეს 1 საათი გაქვს თავისუფალი, დაჯდები და სერიალს ან ფილმს ჩართავ თუ პოდკასტს? გაჩნია როგორ ხასიათზე ვარ. იმიტომ რომ აი და გაჩნია პოდკასტს რა, აი თუ ისეთია უბრალოდ მოსასმენი რომ აი ძალიან რომ აინტერესებს რაღაც ან პოლიტიკაზე საუბრობენ, ან ისტორიაზე, ან რაღაცა სიტყვა რო არ უნდა გამომჩეს, ეგეთი პოდკასტია. მაშინ მაგისთვის ცოტა მომზადება მჭირდება, რომ კარგად მოვუსმინო და თუ გასართობი პოდკასტი არის, ეგ შემიძლია ნებისმიერ დროს ჩავრთო და ვუსმინო. ასევე ვლოგებს უყურებ მე ძალიან კარგად. კარგად გაკეთებულ ვლოგებს მithumedes. ვინ აკეთებს YouTube-ზე ეგრე? არ ვიცი, ბევრი აკეთებს და ანუ ზოგი შეიძლება ყველა ერთნაირად კარგი არ იყოს, მაგრამ უყურებ და მე ზოგი მოგწონს, ზოგი არ მოგწონს. ერთადერთი Oh my God უნების ვლოგებს უყურებ ხოლმე, იმიტომ რომ just fun. ეგენი ფანი. ეხა სახელებს მართლა ვერ ვხსენებ, თორე აი ყველაფრის ყურება შემიძლია. თან დიდად მე არ ვსერჩავ თვითონ რასაც ხშირად თვითონ აგდებს ხოლმე და მაგებს ვუყურებ. მე ბასტოს ვუყურებ კიდევ თავის არხზე ოღონდ. მაგასაც საინტერესო კონტენტი აქვს. იმ დღეს რაღაცაზე ლაპარაკობ და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი და ძალიან დამაფიქრა. უბრალოდ ვერ მიხვდი რაში მჭირდებოდა, მაგრამ საინტერესო იყო. ხო, არ ვიცი, მე მაინც გულწრფელად არჩევანის საშუალება ამაზე ვფიქრობ და მაგაზე ვფიქრობდი, რომ ამაზე გქონდა ნაფიქრი. ხო, აი მე რომ მქონდეს არჩევანის რომ აქვს. რომ მქონდეს კი არა მაქვს არჩევანის საშუალება და მე რომ არ ვიყო, ეხლა რომ დამიტო ეს პოდკასტი და ნებისმიერ სხვა, არც ამას ავირჩევდი და არც რომელიმე სხვას ავირჩევდი აუცილებლად კინოს ან სერიალს და თან ამ ზაფხულს რაღაც საინტერესო პროცესები დაიძრა ამ სერიალების ამბავშიც, მაგალითად Sandman-ის ახალი სეზონი ჩაეშვა. სერიალებში და ფილმებში დაიძრა საინტერესო ის არც გაჩერებულა, უბრალოდ ჩვენ ვიყავით გაჩერებულები. არა, მე რას უყურებ, ისინი დამეწია აგვისტოს. Sandman-ი, Wednesday ვენსტი შტერობა, მე საყოველობა. ვენსტის იღებს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეჟისორი, ეს გახლავთ ტიმ ბარტონი, რომელიც იყო ჰელენა ბონჰემ კარტერის ქმარი და ჰელენა ხო იცი? გულების დედოფალი და ბელატრისა ლესტრენჯი. და ასევე მათი ბავშვის ნათლია არის ჯონი დეპი. და ეს იყო ცნობილი ტრიო ამ ამბებში რა, აი ესეთი ჟანრის ფილმებში, ფენტეზში და აი იმ ვიზუალში ასაკეთებს ხოლმე და დაშორდნენ. და ვფიქრობდი რომ ჰელენას რა უჭირს ეს ძონძის კუკლა ვიღას იშოვის, იმიტომ რომ უშნოესი მამაკაცია ბოდეში, მაგრამ არის. და იცი ის შეყარებულია? მონიკა ბელუჩის. მართლა? ალბათ იმას მომბეზრდა ლამაზი კაცები და ჭკვიანია საინტერესო ადამიანი ჭირდება საწყობებში. ძალიან მეწოდება, აი მართლა ძალიან უშნოა ტიმ ბარტონი. მაგრამ გენიალური, უნიჭიერესია როგორც რეჟისორი. და ვენსტიზე ვაფრენ, იმიტომ რომ არის ფაბულა ძალიან ბანალური და ესეთი თინეიჯერული. მაგრამ ის როგორც ასრულებს მე ამ ყველაფერს კადრის თვალსაზრისით და მუსიკაც და მსახიობების და ყველაფერი ძალიან მომწონს. ავაგრძელებთ სტუმართან ერთად და არ ვიცი YouTube-ზე როგორ ხართ, გავდონ რუსუდან. მე უკვე რუსუდანი არის ჩვენი სტუმარი. ამ პოდკასტს. მართლაც კარგად ვარ. უყურებთ ქართულს, არ ვიცი, უცხოენოვანს, რამე ინფორმაციას თუ. კი. იყო დრო, როდესაც YouTube-ს მივიჩნევდი უბრალოდ ისეთი რა ქვია, სახალისო პლატფორმად, იმიტომ რომ თქვა ფილმების თუ რაღაცებისთვის და უკრაინის ომი რო დაიწყო და ფაქტობრივად ლაივში რო ვუყურებდით, ხო, ყველაფერს და რო დავიხოცეთ სუყვერანი ერთბაშად,
მე შემაშურვა მირჩია რომ მოდი ეგრე ნუღაუყურებო და რამე ესეთ გადაუმუშავებელ ამ პირდაპირ სისხლების ყურება არაფერში გვაწყობს და მაშინ მირჩია ეს არხები YouTube-ზე უკვე ანალიზი რო კეთდებოდა ინტერვიუები რო იყო და რაღაცები და ამას რომ მივყევი და მე ალგორითმიც ხო ჯადოსნური რომ იმან დამსვა რაღაცა არხებზე და ამ ბოლო დროს ძალიან როცა ვმუშაობ უსმენ უამრავ პოდკასტს. კეთილი იყოს თქვენი ფეხი YouTube-ზე კიდევ ერთხელ. თქვენ პოდკასტს. მე უფრო უბრალოდ უნდა გკითხოთ დღევანდელ პროცესებზე, რაც ხდება ზოგადად ამ კვირაში. დღეს გამოუტანეს 9 ბიჭს განაჩენი, ხვალ ვიულდებით კიდევ 13-ს. და ეს პოდკასტი რო გავა ყველას განაჩენი გვეცოდინება და იმ 13-ზეც კარგი მოლოდინი სამწუხაროდ ერთი შემთხვევაში კი, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში არ გვაქვს. აი კაცის შემთხვევაში რაღაცა თითქოს არის. მსგავსი кейსი უკვე ძალიან თეთრი ძაფით ნაკერი რო ხქვია რა, თუმცა ყველგან დღევანდელს რომელი რის საფუძველზე დადგა ეს განაჩენები ის სრულიად უბრალოდ გვაჩვენებენ ძალას ეს არის ერთად. ძალას და ჩემი კითხვა რა მდგომარეობს რომ აი ეს ქართული ოცნების ხელისუფლება მეტწილად აპელირებს ხოლმე მის წინ არ მხოლოდ წინასაჩვენს ზოგადად გამოსვლებში მუდმივად აპელირებს ქრისტიანობით და რაღაც ჩვენ ამ მის გზას მიყვებიან და ტკეპნიან ქრისტეს გავლილ გოლგოთას. თქვენი შეფასება მაინტერესებს ის რასაც აკეთებს დღეს ქართული ოცნება და მათ მიერ ხელდასმული მოსამართლეები თუ თუნდაც ის სამართალდამცავები რომლებიც ნახეთ დღეს ქუჩაში 23 ადამიანი რანაირად აიყვანეს და როგორ გადაუარეს თავზე ქალებს ფეხებით. ეს რანაირად არის ქრისტეს გზის მიყოლა. ხო, ახლა ეს რიტორიკული კითხვაა რა თქმა უნდა, მაგრამ თქმა უნდა, ახლა ნოვატორები არ არიან ქართული ოცნება ქრისტეს სიტყვების გამოყენებაში. ეკლესიის ისტორიის მანძილზე უამრავი რამ მომხდარა ქრისტეს სახელით და სულ ცოტა ხნის უკან აგერ უკრაინის ომი რომ დაიწყო და პირველი დიდი შეხვედრა რომ მოაწყო პუტინმა თუ გახსოვთ რომ გამოჩნდა პირველად ხალხში და რომ ამბობდნენ რომ ჰოლოგრამა თუ მართლა გავიდა ეს ხალხში გაბედა თუ რაღაც აი მაშინ ესე თვალცრემლიანმა ილაპარაკა რომ აი ყველაზე უფრო გულისამრევის იყო რომ ჩემი ყველაზე უფრო საყვარელი მუხლები გამოიყენა სახარებიდან რომ ის ვინც თავისი მოყვასისათვის ამაზე დიდი სიკეთე არ არსებობს გარდა იმისა რომ თავს გაწირავ შენი მოყვასისათვის კაცმა ბუჩას მერე ქრისტეს ეს სიტყვები აი წარბ შეუხრელად მიუსადაგა თავის პოლიტიკას ასე რომ ეს არის ის გზა რომელსაც დღევანდელი საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მისდევს, აპელირებენ ღმერთით, ქრისტიანობით, მორალით და მათი მორალური, ესეთი კვაზი მორალური ფორმულები არ სცდება საძინებელ ოთახს. და აი ამის იქით არ მიდის რატომ არის მორალური მაგალითად უსამართლობა, ცრუმოწმეობა, რა ქვია, ძალადობა და დანარჩენის ჩამონათვალი რითიცაც კეგულწობენ ეს რატომღაც გონიათ რომ თავარი მორალური საზომები არის. ხო, არა, ნამდვილად არაფერი არ აქვს ამას ქრისტიანობასთან. ეს არის ის, რასაც აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში ყველაზე უფრო ამორალური ხელისუფლებები. ახლა რაღაცნაირად რომ დავუშვათ დაშვების დონეზე, რომ ქრისტეს ეპოქაში ვიყოთ, თუმცა ამ ამოცემულობაში ამ პერიოდში თქვენი აზრით ჯვარზე თუ გააკრავდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები? 33 წელსაც არ აცოცხლებდნენ, რას ლაპარაკობ. კი, აუცილებლად. რა გაგფიქრებინებთ, რომ ქრისტეს ნათქვამებს მიიღებთ? აი, რომელ მომენტს მიიღებდნენ? აი, დღეს რო ქრისტე დაიარებოდეს თბილისის ქუჩებში. არც ერთ ქრისტეს ნათქვამს არ მიიღებდნენ და ჩვენ გვგონია ხოლმე, რომ ეს ვიღაც ფარისევლები და მწიგნობრები იყვნენ კუდიანები. არ იყვნენ კუდიანები, ეს იყვნენ გაცილებით უფრო
ერთგულები ღვთისა, ვიდრე ვინმე წარმოგვიდგენია დღევანდელობაში. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მართლა ეგონათ, მართლა სჯეროდათ, რომ ეს ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამოხდა და რაღაცას უურევს, იმიტომ რომ აი ფარისევლობის ჩვენს ტერმინოლოგიაში თვალთმაქცობის სინონიმად გვაქვს ხო სიტყვა ფარისეველი და გვერევა ხოლმე რომ ეს იყო ძალიან მაღალი სტატუსი პავლე მოციქული ტრაბახობდა კიდევაც რომ ის ფარისეველი იყო იმდენად საპატიო რამ იყო ფარისევლობა და ეს იყვნენ ადამიანები რომლებიც ატყობდნენ რომ დამპყრობელი იპყრობდა მათ არა მხოლოდ თქვათ ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად, არამედ სულიერადაც იპყრობდა და იმისათვის რომ ხალხი შეენარჩუნებინათ ღმერთთან, გაამკაცრეს რელიგიური კანონები. გაამკაცრეს და ზოგადად ის ვინც წესებს ადგენს, იმას შეუძლია გაუძრეს წესებს, ხო? და აი ამ თაღლითობაში გამოჭერილები იყვნენ ზუსტად ფარისევლები, თორე ისე თავისი ერთგულებით, აი როგორც დასი ფარისეველთა დასი იყო, ძალიან ერთგული ღვთის სიტყვისა და კარგად იცოდნენ ბევრისაგან განსხვავებით რა ეწერა საღვთო წერილში. ასე რომ თუ იმად გაუძვრათ ხელებში ჭეშმარიტება, ახლა წარმოიდგინეთ აქ რა მოხდებოდა დღეს რომ თბილისის ქუჩებში დაიარებოდეს ქრისტე, რომელსაც ახლა არ ეცმეოდა ხო ეს ჯვალო და რაღაც რა ქვია პირველი საუკუნის შესამოსლით, აი წარმოიდგინეთ რომ კეტებიანი და ჯინსებიანი ახალგაზრდა კაცი დაიარებოდეს და ლაპარაკობდეს რომ ხალხო გვიყვარდეს ერთმანეთი. მოყვასი გიყვარდეთ, მტერი გიყვარდეთ, არ გამოხვიდეთ სრომოწმეთ, არ იძალადო. ახლა იქნებოდა deep state-ის აგენტი სავარაუდოდ. სასტიკი. კი. აუცილებლად. მართული დასავლეთის გარყვნილი დასავლეთისაგან. კი ბატონო. ძალიან სამწუხარო რეალობა, აი თქვენ რაც ახსენეთ, სულ იმას ვფიქრობ, რომ აი რაც სამიკითხავს ისტორიის წიგნებში რა მოხდა 37 წელს ან რაღაც მსგავსი, თანამედროვე ვარიანტებს ჩემს თვალწინ ვხედავ, აი ბავშვებს, რომლებსაც დღეს მიუსაჯეს, ზუსტად იგივე არის, მაშინაც 21 წლის და 17 წლის ბავშვებზე იყო ხო ისტორიები და აი მაინც რაღაცას რო კითხულობ წიგნში, თითქოს უფრო შორეულია, მაგრამ ანუ ეხლა ზუსტად წარმოვიდგინე ის სიტუაცია, რაც ალბათ მაშინ შეიძლება ერთი ჯერ დახვედა არ არის ალბათ, თორე და გაციმბირება, იმიტომ რომ ვარ მიუწვდებათ ხელი, თუ რა განსხვავებაა. კი, აი დახვედას და გაციმბირება გვაკლია ამასთან. გაციმბირებაც ანუ რაღაცა მოწყვეტა არის და ეხლა ციხეში რომ გაუშვებ ადამიანს თანამედროვე სამყაროში რომ ამდენი შესაძლებლობები აკარეთ, ეგეც კი, ახლა 8 წელი მიუსაჯეს დღეს ჩეჩინს, ხო? ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ახლა იმას გინდა გაციმბირება და დაარქვი მაგას, გინდა დახრეტა და არქვი, იმიტომ რომ გაწირეს ეს ადამიანი. ახალგაზრდა ადამიანი სრულიად ყველანაირი საფუძვლის რომელსაც სხვა შეიძლება YouTube-ზე მაყურებელმა არ იცოდეს, რომ მოგებული აქვს რუსეთის წინააღმდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლოში. ანუ იმდენად ჩვენიანია შინაარსობრივად. მაგრამ აი როგორ წარმოვიდგინეთ, როგორ რუსი და ქართველი რო ერთად დგას რუსეთის წინააღმდეგ, ანუ როგორი სიმბოლური და როგორი ამბავია და რა თქმა უნდა და ანტონიც ამბობდა ზუსტად ამას ქრისტიანობით აპელირებდა და ამბობდა რომ მე არ შემეძლო როგორც ქრისტიან ადამიანს იქ არ დამდგარიყავი, იქ არ მებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ხედავ რომ რუსეთის საცეცები იყო შემოსულიო. აი ეს აქ მიუწვდებოდა ხელი, თორე ამ ჩობაქრო ქვეყანაში იქნებოდა ის ხომ მაინც გავიდოდა რა. და კიდე ეს ერთ მაგალითი არის, რომ ანუ ქართველებს რუსები კი არ ეზიზღებათ ესე, ან ის რაც ცუდია და საშინელია და დიქტატორულია და რაც ყველაზე მთავარი რომ ადამიანები არაფერს არ წარმოადგენენ მათთვის, აი მაგ ღირებულებებს ვებრძვით რეალურად არ რაღაც თითოეულ მოქალაქეს ეთნიკურობას არ ვებრძვით. ვიღაცები ამასაც ამბობენ რომ აი რაღაცა არ ვიცი რასიზმია და რაღაცა სიგიჟე არგუმენტებით მოგვთ, მაგრამ ეს ნამდვილად შეგრე არა. ჩვენ ღირებულებითი თანხმედრა არ გვაქვს მაგ ქვეყანასთან და მაგიტო ვართ ამ დღეში ჩემი და იქიდან ჩამოსული რუსების უმეტესობასაც ჩვენთან თანხმედრა არ აქვს უბრალოდ და მაგიტო აღიქმება ასე მწაკრად ხო? თორე არის იქიდან გამოქცეული რუსების ერთი ნაწილი, აი პირველი ტალღა მცირე ნამდვილად. მათ შორის ის თოქმარი რომელიც ახლა ციხეში არის და ელოდება ასევე განჭის. და ხო, ეს ადამიანები არიან, რომელიც მართლა პუტინს გამოექცნენ და არა ქვია რაღაცა ბრენდების გამოიქცნენ და თავიანთი რა ქვია ბარათების რა გამოყენება რო აღარ შეეძლოთ, იმიტომ გამოიქცნენ. ეს არის ხალხი, რომელიც ფასეულობების გამო წამოვიდა იმ ქვეყნიდან და
არიან ადამიანები, რომლებიც რა ქვია, დიდება რუსეთსო, გამოქცეული ქალი რო ყვიროდა აი პირველი კვირები რო იყო ამაში, რა ქვია, სუპერმარკეტში რო აი ესეთი რუსებიც არიან და ასე რომ ჩვენ ეთნიკურ საქმე პრობლემასთან თუმცა შეიძლება ესეთ შეიძინოს ამისგან დაზღვეულები არ ვარ, რომ მე აი უბრალოდ ბოდიში აი რუსული ლაპარაკი რომ მესმის უკვე ვიზაფრები და უკვე ის მაქსიმას ჯერ სანამ გავცხრილა რომ თვითონ ჩაიყენეს მე უკვე ამ მდგომარეობაში თავი, იმიტომ რომ დღეს რუსულ წევს ჩემთვის დამტკიცება რომ მე მას შემიძლია რომ პატივი ვცე. ზუსტად. ეს ჩემი ბრალი არ არის. კი ბატონო. ხარ გადავიდეთ კითხვებს. სამწუხარო ერთ რაღაცას ვიტყვი, აი სამწუხარო ეგ არის რომ ანუ ეგ ეხლა რომ უწევს თითოეულ რუს მაგის დამტკიცება, ეს ხომ ის სახელმწიფოს პასუხისმგებლობიდან მოდის, ანუ როგორც აი პუტინის რუსეთის ამბავია და აი ყველაზე მეტად რისიც მეშინი არის ის რომ ჩვენზეც ეგრე არის ფიქრობ, იმიტომ რომ ალბათ არ ვიცი როგორ გამოჩნდება ეს რაღაცა, არ ვიცი ევროპის ქვეყანაში რომ მე არ მინდა მე კი ვიბრძვი და რაღაცა რამდენიმე ადამიანს ხედავდნენ და ის იყოს ცოტა და ბევრს უნდა რომ ესენიც მაგათნაირები არიან, აი სულ მაგაზე მეფიქრება რომ ჩვენი რაღაცა საერთაშორისო მოპოვებული რაღაც ანუ ცივილური ადამიანების ევროპული ერის სახელი რაღაცნაირად არ გაითელოს. აი მაგისი მე შინახული პერიოდულად ძალიან ევროპას და დასავლეთ ზოგადად ვერ აეხილა ბოლომდე თვალები. იმედი მქონდა რომ უკრაინაში დაწყებული ომი ამ პრობლემას მოხსნიდა, იმიტომ რომ 2008 წელი არ გახდა საკმარისი. 2014 წელი მეიდანი არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ამათ ესეთი ნაივური დამოკიდებულება არ ქონოდა გადატვირთვის პოლიტიკა და ფაქტობრივად მოაცოცხლეს და მოაყოჩაღეს პუტინის ძალა ამ თავისი რაღაცნაირი უცნაური დამოკიდებულებით და სულ ეგონათ რომ მაგალითად ქართველებს აღმოსავლეთ ევროპის იმ ხალხს, რომელმაც ზუსტად იცის ვინ არის რუსეთი, ხო, ბალტიის პირელებს, ან ეს საბჭოთა ბლოკის. კიდე რომლებიც სულ საუბრობდნენ ამაზე და სულ ლაპარაკობდნენ, პოლონეთი იყო ეს თუ ბალტიის ქვეყნები იყვნენ, სულ გვერდით გვედგენ, სულ ლაპარაკობდნენ და სულ ქონდათ ამ ევროპას ესეთი განცდა დასავლეთს, რომ თქვენ რაღაცა ის გაქვთ, რა ქვია, მტრობა ან ეს აი მეხსიერებაში ჩარჩენილი რაღაც ისტორიული ვერ სამწუხაროდ ჯერ ისევ ვერ დაინახეს ნათლად ვისთანაც. და ის რო შენს მტერს კი არ ვიცი იმდენად ღირებულებით განსხვავებაა, რომ აი რაღაცები ვერც წარმოუდგენიათ, ანუ ადამიანს ცუდად ყოფნა რო შეუძლია დიდხანს, იმიტომ რომ რაღაცა იდეის რომ დიადი რუსეთი არსებობდეს თუ რაღაცებს გავსი მაგის გამო მე არ შევჭამ არ დავლებ და რაღაცა მართლა ჩვენთანაც რო გადმოვიდა რომ სულ შევჭამ და კარგად ვიქნები თუ რაღაც აი ეს რომ ანუ ეს ვერ წარმოუდგენია ცენტრალურ დასავლეთში ანუ ევროპაში მცხოვრებ ადამიანს და ანუ ეს განსხვავება ძალიან კარგად გამოიყენა რუსეთმა და ისევ დაკლდა დასავლეთს იმიტომ რომ ეხლა არ ვიცი მე საქართველოს საფრთხის წინაშე არის მაგრამ არც მაგათ საქვთ კარგი დღე ჩემი აზრით იმიტომ რომ უკრაინის შექმნილი სიტუაცია ყველანაირად მოქმედებს მთელს კონტინენტზე და არა მხოლოდ რასაც ამოიღებთ მაგედან იქნება ეკლექტური დიახ. კი, თქვენ და ეს უბრალოდ იმისთვის არის, რომ აი ცოტა ბიძგი მოგცეს. რამე თემა გავშალოთ და მოგი იყოს და ზოგი ძალიან. თუ ჩვენ რომ მიგვიშვათ ჟურნალისტურად გავშლით და გძიეთად კითხოთ მიმდინარე პროცესებს. თავის მოვლა და შოპინგი. ფრაღამი დაიწყო ყოველს მე გვერდებოდა რატომღაც აი ეს დავწეროთ არ დავწეროთ კითხვა იყო, მაგრამ აი ძალიან ის არის ახლა პუტინზე ლაპარაკის მერე და ახლა შოპინგზე გადასვლა ცოტა ეს დიდი ნახტომი გამოგვივა. ჩვენ პოდკასტის ის არის რა ქვია. ხო. ხაზი არის ეგეთი რომ უცნაური და ეს. მაინტერესებს მაგალითად თავის მოვაში ვიგულისხმება აი მაგალითად სახმოს რუტინა თუ გაქვთ რაიმე ან რაიმე მსგავსი ან შოპინგი თუ გიყვართ. შოპინგი მიყვარს ძალიან. ძალიან მიყვარს ეხლა ბოლო პერიოდში რაღაც ონლაინ შოპინგი ვონთ ვცდილობ რომ რაღაცები შევუზღუდო ჩემ თავს. შოპინგი აუცილებლად ასეც მაგალითად არ გულისხმობს. მე წვრილმანი რაღაცები. აი ჩემთვის საკანცელარიო და ფუნჯების და იმების განყოფილებაში შესვლა არის სრულიად დაკარგვა თავისა. და ერთი სისუსტე მაქვს კიდევ შარფების განყოფილება არის ჩემი დიდი შარფები გიყვართ. შარფები მეყვარს ძალიან და მიუხედავად იმისა რომ აქვს უდიდესი კოლექცია
მაინც ვერ ვიკავებ თავს დაწყებული მეორადების მაღაზიებში რაღაც ჩარფების მოძიებით, დამთავრებული რაღაც ეგზოტიკური ჩარფებით. ეს მაქვს. აი რაც შეეხება თავის მოვლის ამბავს, ეხლა ამ ბოლო რამოდენიმე თვეში შევიცვალე, რა ქვია, იმიჯი. მე მომწონს ძალიან თქვენი იმიჯი. ხო. ეს რაფერი ქვია მაგას ცისფერი არა? იცი რა, ცისფრად გამოიყურება, მაგრამ ეს არის ჩემი ჭაღარა. მართლა? ხელშეუხებ, აი შეღებილი არ არის? შეღებილი არის ნაწილი, იმიტომ რომ შავიდან ჭაღარაზე გადასვლა ძალიან გამიჭირდა. ძალიან ისეთია. ბუნებრივი. უცხო და ლამაზი და აი ძალიან. სიყვითლეების გამო ის რაც შეღებილი, ეს ჩანს მოცისფრო და ძალიან ლამაზია მართლა. მე მეგონა რომ თქვენი ეს მოფიქრებული იდეა და ცოტა ხანში ვიქნები სულ ესეთი. ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე, რომ გადავსულიყავი ჭაღარაზე. დაახლოებით 10 წელია ვცდილობდი, აი ეს ამბავი დაიწყო მას შემდეგ, რაც დედა ჩემმა თავი რომ გადაიპარსა ქიმიების შემდეგ და მინდოდა რომ გადავიპარსა მეთქი სოლიდარობის ნიშნად თავს მეც და მაგრამ ხა თავის გადაპარსა ხო მარტივი გადაწყვეტილება არ არის და ის სანამ მე ეს მოვიფიქრე სანამ და ვიფიქრე რომ აი ჭაღარა და მე უკვე ხელს აღარ ვახლებ და ჭაღარა წამოვა სანამ ეს მოვიფიქრე ჩემმა დამ შეიჭრა თმა ჩემს დიდი გრძელი ლამაზი თმა აქვს და მოკლეზე შეიჭრა თმა და ეს რო დედა ჩემმა გაიგო და ჩემი და ცხოვრობს დანიაში ეს რო დედა ჩემმა გაიგო ძალიან განიცადა ძალიან აი იტირა მწარედ და მივხვდი რომ კიდე კაი თავ არ გადავიპარსა მეთქი თორე მე არ ვიცი რა მოვიდა და ამ ხალხს მე თავ გადაპარსო რომ მივსულიყავი და მაგრამ აი ეს იყო მომენტი, როდესაც ვიფიქრე, თან მე დედას როს რო წამოვიდა და სულ ჭაღარები წამოვიდა, ვამბობდი, აი მეც ესე უნდა ვქნა, მეც ესე უნდა ვქნა, მე დედას ტრაგედიის ამბის მერე ვიფიქრე, რომ ხა რაღაც ეს პოზები არ მოვაწყო. მოკლედ, 10 წელი გავიდა იმის მერე და მე ვთქვი, რომ აი 50-ის გავხდები და მე ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ. და მინდოდა რომ აი ჩემი მეუღლის გვერდით ისეთივე ყოფილიყავი, როგორი ჭაღარაც ჩემი მეუღლია და თან ძალიან გამითეთრდა ამ ბოლო დროს. და აი ეს ნაბიჯი მარტივი არ იყო, ძალიან დიდი. პირველი რამდენიმე ხ როგორ გადავითეთრე, და გადამიყვით და ფაქტობრივად ეს ბლანძინკა გამოვედი, ბლონდ. რამდენიმე კვირა ხუდით დავდიოდი სახლშიც კი და აი ეხლა ეს ყოფილა ისეთი გამათავისო liberating რასაც აქვია როცა შენ ხარ ის ვინც ხარ როცა კბილებს აღარ ჭყეტავს ეს ჭაღარები სადღაც ძალიან ბუნებრივად და ორგანულად არის აი ეს როგორც ხას მესმის მაგ ეგ პროცესი გადასვლა ჯერ მოკლედ მინდა გრძელზე რომ გადადიხარ ეგ რა რთულია და თან ფერი რო იცვლება და თან ეგ რო არის ძალიან რთული იქნებოდა დედა ახსენეთ და მინდა გითხოთ ანუ რადგან სასულიერო პირი ხართ მაგიტომ მაინტერესებს ანუ ეს ტრაგედიები ყველა ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვანაირად მოდის მაგრამ აი როგორ გადადის ხოლმე აი მაგალითად თქვენ შემთხვევაში როგორ გადაიტანთ იმიტომ რომ როგორ ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მძიმეა იგივე გამოცდილება მაქვს და ვიცი და ამიტომ გეკითხებთ. არაფერი არ პირიქით მე მგონი ეს არის რა ქვია. ტვირთი იმისა რომ ხარ რაღაცნაირ ბოდიში რა ინგლისურ სიტყვა spotlight აი რაღაცა ყურად ფოკუსში რო ხარ აი შენ როგორც სასულიერო პირი როგორ უმკლავდები იმას რაც აქ ხდება იმიტომ რომ არ უნდა რაღა თავიდან ვიქეცი რაღაცა უცნაურ ადამიანად, იმიტომ რომ ვიდრე მკურნალობის პროცესი მიდიოდა და მიეკავშირდებოდა დედა როგორ არის. ისეთ სულელურ ოპტიმისტურ რაღაცებს ვამბობდი რომ ფიქრ მე ვამბობ. ბიჭო, აქეთ უნდა მე კი არ გამშვიდებდი ვიღაცებს, ვინც მომიკითხავს, არამედ სხვა პოზაში აღმოჩნდი, ჩემი თავი ჩავაყენე სრულიად უცნაურ მიმართულებაში. ამან ძალიან შორს წამიღო, იმდენად შორს წამიღო, რომ რა ქვია, ტირილიც კი გამიჭირდა. არ ვიცი, რო არ ყოფილიყავ სასულიერო პირი, უფრო გამიჭირდებოდა თუ უფრო გამიადვილდებოდა, მაგრამ რაღაცა უცნაურ ლაბირინთში გავხლართე ჩემი თავი და თვეების განმავლობაში მე გამიჭირდა აქედან გამოსვლა. და ერთ პერიოდი ვთქვი, რომ მე ახლა ვარ რუსუდანი, აღარც ეკლესიაში მივიდიოდი, აი ესეთი time out ავიღე
და ყველა გაგებით ეკიდებოდა ამბავს. და მე ნელ-ნელა დავბრუნდი. მადლობა. რაღაცნაირად მაინც შოპინგიდან მაინც ჭრილობებამდე. ასე ვიხტუნავებთ ახლა შეგვიძლია შემდეგი ვნახოთ. მიდი არ გაწუხებთ ეს თემების მოულოდნელი ცვლილება. ლანჩი სახლში თუ გარეთ. გვაინტერესებს თქვენ როგორ ხართ სამზარეულოსთან ან ზოგადად კვებასთან ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩაი, რომელიც დამალევინეთ 10 ან 11 წლის წინ ალბათ. მეტი იყო მაშინ. ხო, მაშინ ვიყავ მეორე კურსზე ახალი გადასული, ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და ერთი წლის განმავლობაში შეგაწუხეთ. ახლა გადაყვებოდით მგონი და მაშინ ჩვენ ბავშვების სკოლაშიც კი მოხვედით მახსოვს. კი, მახსოვს და თქვენ რომ იყავით ამერიკაში წასული, სადაც ობამამ გადმოგცათ ჯილდო, მაშინ გელოდებოდით, მაგრამ რაღაც დღეგვერია და აეროპორტში მივედით, მაგრამ თქვენ მერე ჩამოხვედით მეორე დღე. კი, ეგ პერიოდიც დაიმთხვა და მოკეთ ბევრი საინტერესო ის იყო თქვენ ცხოვრებაში ჩემი აზრით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ყოველ შემთხვევაში. და მაშინ მახსოვს ჩაი, რომელიც დამალევინეთ და როგორც მახსოვს ბევრი და სხვადასხვანაირი იყო. ხო, ჩაი გვიყვარს ოჯახში ძალიან. ზოგადად მე უფრო ყავის ადამიანი ვარ, მაგრამ ოჯახში ჩაის დიდ პატივს ვცემთ. მეც ყავის ადამიანი ვარ, მაგრამ ბევრს რო ვერსო ალბათ ეგ გამოვიდა. რაღაც თხოვნა გააგრძელა ხა მთელი ყავას ვერტალებ. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში და პანდემიის მერე გამიტკბა სამზარეულოში ტრიალი. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც სამზარეულოში ტრიალებდი და არც მე ჩქარებოდა. არც დაღლილი ვიყავი მოსული, რომ აი ის რუტინაში რაშიც იჯდა ხოლმე ჩემთვის სამზარეულოში ტრიალი არ იყო ესა. ყველანი მე სიამოვნა უზომოდ. დავიწყე ექსპერიმენტირება, ვაკეთებდი ისეთ რამეებს, რაც მანამდე არ გამიბედავს და არ გამიკეთებია. ახლა თავს ვერ გამოვიდებ, მე ვარ ისეთი კულინარების ოჯახში, გინდა ჩემთან, გინდა ჩემი მეუღლის მხრიდან, აი საოცარი რამეების გაკეთება იცი, ხოლმე და ხა იმად გვერდით ცოტა ძნელია რომ თავი გამოვიდო, მაგრამ მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, მიყვარს, როდესაც ჩემი ოჯახი გაჩუმდება პირველ ეტაპზე მარტო ჩხაკაჩუკი ისმის და მე რო ამბობენ, ვაი, ეს რა მაგარია ეს. რა გამოგდით ყველაზე გემრიელი მათი შეფასებით? აი, ლაზანია უყვართ ძალიან ჩემი გაკეთებული. ეგ ძალიან სასაცილო ამბავი იყო. ჩემი რძალი წერს ერთხელაც, რომ ეხლაო ლანჩზე გავედიო სამსახურიდანო და ესაო ლაზანია ქონდათო და აი სიმდისი მკლავს, რომ ეხა ვიღაცის გაკეთებულ ლაზანიას ვჭამო, მაგრამ შენ გაკეთებულთან ვერ მოვაო და აი ესე რომ პატია, მაგრამ სხვის გაკეთებულ ლაზანიას ვჭამო. არა, მიყვარს ახში ტრიალი. ეს ოჯახსაც მოწონს თქვენ გაკეთებული, ეს არის თქვენი საყვარელი საკვები რასაც აკეთებთ სიამოვნებით თუ არ ეკეთებთ თუ ლაზანია არის ამ შემთხვევაში. ეგ თუ ეგ სიამოვნებთ რომ მათ სიამოვნებთ. ეს სიამოვნებს ისინი რომ იტკბარუნებენ პირს, მაგრამ ჩემი საყვარელი აი მე ვფიქრობ რომ როგორც მანანი სამყაროში არის გადმოვლენილი სოკო და კარტოფილი. ერთად? არა, ზოგადად ორივე პროდუქტი და ლობიო. აი ეს სამი ამბავი არის. თქვენ ვეგეტარიანულად იკვებებით? აი არ დავარქვი ჩემ თავს, იმიტომ რომ ჩემო ჯანმრთელობამ ერთი 10 წლიანი ვეგეტარიანული გამოცდილების მერე ჯანმრთელობამ არ მომცა მისი საშუალება. მე ცოტა აურია და მე ხა გადავწყვიტე რომ არაფერი არ დავარქვა ჩემ თავს, არა და უბრალოდ როგორც და დავიწყე უბრალოდ ორგანიზმისთვის ყურის დაგდება. და ეს აღმოჩნდა ძალიან საინტერესო პროცესი. კარტოფილი ჩემი საყვარელი ერთ-ერთი პროდუქტი, ალბათ ყველა კონდიციაში და ყველანაირად შემიძლია რომ მივირთვა და ეგეც ძალიან ქვია. და ლობიოც მიყვარს. ლობიოც და მგონია რომ ქართველები ლობიოს ყველაზე სწორად ვიყენებთ. უგემრიელეს. მართლა. ძალიან გემრიელად და აი ვაუ. რა უბრალოდ აი რომ მოხარ. ვიტამინულ საუზმეშიც მოწონს, მაგრამ აი საუზმე არ არის რა. არა, აი თუნდაც სირსულად რომ მოხარშავ და კახურზეც რომ მოასხავ, აი ეგეც კი. გამოცხო მდგომარეობაში ლობიანს რაჯობია. თანმაჭრელი ვარ და ეს რაჯობი ისინი ძალიან ეს არის, რა ქვია. შეგვიძლია მე მგონი შემდეგი ვცადოთ. დავიდეთ.
დიასახლისი რუსუდანი. ვურე ჩემს გარშემო ყველაფერს. ასე რომ დიასახლისი რუსუდანი ძირითადად ალაგებს იმას, რასაც თვითონ ურევს და იმ ქაოსს როგორღაც უმკლავდება, რასაც თვითონ აკეთებს. დაწუხებთ ქაოსი. იცი რა, მარტო როცა ხარ აღარ მაწუხებს. ახლა რო ვიცი რომ მე რო დედამთლი მყავდა სახლში ძალიან შემაწუხებდა და ძალიან უფრა დაწკრიალებული სახლი მექნებოდა. ხატვა ახსენეთ და ჩვენც გვინახავს და ვიცით თქვენი ნამუშევრები. ეს რაღაც ჰობია თუ აი რა არის თქვენთვის როცა ჩდებით ტილოსთან და მე მგონი პანდემიის დროს გამოჩნდა ხო სოციალურ ქსელში თქვენი ხატები თუ მანამდეც ისე აქტიურად არა მანამდე არ გამიბედავს არ დამიდია თუმცა მანამდეც მიხატია ხოლმე მაგრამ პანდემიის დროს გავბედე უფრო რომ გამომედო რაღაცეები აი დედას მერე დავიწყეთ მეც და ნათიამ ჩემმა დამაც ხატვა უფრო ინტენსიურად რაღაცნაირად და პანდემიის დროს ძალიან ავაწყეთ რას ვაკეთებთ ხოლმე დილით ერთმანეთს მორიგეობით მაგალითად დღეს მე ვამბობდი რა ჩელენჯი გვაქვს ხვალ ის ამბობდა მაგალითად დღეს ვხატავთ შუშებს ბოთლებს ჭიქებს რაღაც ან წყალს ან პორტრეტებს ან რა საინტერესოა და საღამოთი ერთმანეთს უგზავნიდით და თან რა კი ანუ ძალიან დაცულ სივრცეში უგზავნიდით ხო ის მეტყოდა ხო იმას აქვს უფრო დიდი გამოცდილება და პროფესიონალური მხატვარია და ის მეტყოდა ხო აი აქ ეს ჯობია იქ ის ჯობია ეს და ეს ინტენსიურად არ გვიმუშავია არც ერთს ორივე დავატყვეთ რომ რაღაც ორი თვის ესეთ ერთმანეთის წვრთნის ფონზე ძალიან გავიწაფეთ ხელი და მე ცოტა გავუბედე რაღაცები კარგია რომ გავბედეთ საინტერესო პროცესიც საინტერესო ეხლაც მოყევით აი აკვარელი არის ჩემი რა ქვია ტექნიკა ჩემი მედიუმი და ძალიან საინტერესო რამეა ჯერეთი სულ გონიათ ხო რომ აკვარელი არის ზეთის რა ქვია საწყალი ბიძაშვილი რომელსაც ნუ ახლა ჩემს ძალიან რთული რო არ გაგექცეს მინიმუმ ფურცელზე ხო არა ეს არის და მეც იმიტომ გაუბედე აკვარელს რომ მეგონა რომ ეს არის დამწყებებისთვის ეხა ამას ისწავლი ამას გაუბედე და მე ახლა სხვა ეტაპი იქნება მე რომ გადახვალ ზეთებში და მე რომ რამდენიმე ადგილას აღმოვაჩინე იქ სადღაც წავიკითხე იქ სადღაც ვიღაც მხატვარმა რა სამბობო მე არ ვერც გვეკარეკები აკვარელს მივხვდი რომ უი არა და მე უკვე რაღაცა საერთოენოობა მაქვს ამ საბებავთან თქო ეს არის რაღაცნაირი ჯადოსნური რამე რამდენჯერაც მე აკრილი ან ზეთი ვცადე ვერ ვისიამოვნე იმიტომ რომ სულ შენ უნდა აკეთო რა ეს გაუსვევ გუნდს და ეგ შენ უნდა დასვა ყველაფერი ის თვითონ თავის გზას თვითონ პოულობს ხო აქ უნდა გაუგო რას გელაპარაკება და არც უნდა გადაამეტო თავი აი როგორც აი არ ვიცი შეიძლება აი ცხენის ტარება შეიძლება შეადარო არ უნდა იგრძნოს რომ გიხვენია უნდა მიყვე ოღონდ თან უნდა მართო ხა ისე თავისით არიზავს ხო იცოდე რას ეუბნები და რაღაცა სამყაროს ის არის იმიტომ რომ როცა ხატავ მოქმედებს გრავიტაცია ჰაერი სიმშრალე სიცხე ყველაფერს სხვა ამინჩი სხვანაირად იხატება, იმიტომ რომ ფურცელი სხვანაირად შრება, სხვანაირად, ესე რომ გიდევს ფურცელი სხვანაირად იხატება, ესე რომ გიდევს სხვანაირად იხატება. აი ეს მგონია ხოლმე, რომ ღმერთი როდესაც ფიქრობდა როგორ სამყარო შეექმნა ის რა მონახაზებს აკვარელში აკეთებდა რა და მე ხო აი ესეთი იყოს, ესეთი იყოს. უმცირესობაში. ეს ტერმინი გამოიყენა მიშელ ობამამ თავის მოხსენებაში. ეს არ გაქვთ იქით. არა. აი დაჯილდოვების სიტყვის დროს ძალიან საინტერესო სიტყვა ქონდა. ყველაზე 10 ქალი დაგვაჯილდოვეს მაშინ და ისე თქვენ ახსენეთ თაკომას რა ჯილდოზე საუბარი მაინც ვთქვათ. ეს იყო 2014 წელს რა ქვია სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველ წელს აჯილდოვებს 10 ქალს. ეს ქალები არიან იმ ქვეყნებიდან, სადაც ამერიკას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. მგონი მეტი არის ქართველი ქალი სხვა არავინ. სხვა ჯერ არ ყოფილა. ხო და მე ვიყავ პირველი სასულიერო პირი, ვინც დაჯილდოვდა და მაშინ მიშელ ობამამ თქვა, რომ აი ბიშოპ რუსუდანიო, რომელიც უმცირესობა არის, უმცირესობაშიო, რომ
როგორც ხალი უმცირესობის რელიგიურ თემში. ხო და ძალიან დამამახსოვრდა ეს ტერმინი სხვა შემთხვევაში არასდროს არ და წოდებითაც თქვენს გარდა საქართველოში სხვა მეუფე ხალი არ ყავს, ხო? წოდებითაც არამარტო საქართველოში, ხო? ეს როგორც ვიცი, ახლო აღმოსავლეთი კარგად იყოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ხალი ვარ და მე მგონი ჯერ სხვა მეც ეგრე მახსოვდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი ეს თავდაჯერებულად ვარ, ხო, ერთ-ერთი ხალი ეპისკოპოსი. როგორია თქვენ შეფასებით ზოგადად ამ ქვეყანაში უმცირესობების ცხოვრება, როგორ ცხოვრობენ? არ ვკითხულ მხოლოდ რელიგიურ უმცირესობებზე, ზოგადად უმცირესობებზე, იმიტომ რომ ვიცი, რომ ყველასთან მეტნაკლები კვეთა გქონიათ სხვადასხვა დროს. თქვენი შეფასებით და მე თქვენი გადმოსახედიდან აი ეს უმცირესობაში თქვენთვის რას ნიშნავს? თქვენთან მიმართებაში. ჩვენ როგორც კულტურა, ხო, აი ქართული კულტურა არის მრავალფეროვნების კულტურა და მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ ყველა ერთი ფერისა არა ვართ, ხო? არსებობს უამრავი ფერი, უამრავი ხალხი, ხმა, გემოები, სუნები, ფერები, ყველაფერი იმას მეტყველებს, პოლიფონიიდან დაწყებული, გეოგრაფიით და პოლიტიკით დამთავრებული, რომ ჩვენა ვართ მრავალფეროვანი ქვეყანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგი ფერი ჭარბობს, ზოგი ფერი ნაკლებად არის წარმოდგენილი, ასე რომ ძალიან არ მიყვარს ეს ტერმინი, მაგრამ რას ვიზავთ ესეთი ტექნიკური ტერმინი არსებობს უმცირესობა, უმცირესობებით სავსე კულტურა გვაქვს. მე უფრო ვფიქრობ ხოლმე, რომ ჯობია რომ ვიხმაროთ სიტყვა მრავალფეროვნებით სავსე კულტურა გვაქვს. რაც უფრო დადებითი. დადებითია, კი ბატონო, დადებითია და უფრო ისეთი რა ქვია, ღირსეულად წარმოგაჩენს, რომ ხარ ამ იმაში. კულტურაში. მე უფრო მგონია რომ ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა, როდესაც განსხვავებული საფრთხე იყო, სხვანაირი საფრთხე ეს ნიშნავდა. ეს არ უკავშირდება ეკლესიას, ხო? არა, არ უკავშირდება, უბრალოდ ეკლესია სტალინმა მაშინ ზუსტად ასეთად მოჩარხა და ეს გადაიბარა კიდევაც, თორე სწავლებას გულისხმობ. არა. მართლმადიდებლური სწავლება გაცილებით უფრო მრავალფეროვანია და უფრო მიმღებლურია და ინკლუზიურია, ვიდრე დღევანდელი მართლმადიდებლობა შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს განსაკუთრებულად იმ ფონზე, როდესაც ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ეკლესია არის რუსეთის ეკლესია და რაღაცნაირ ამინდს ისაჩვენებს. არადა მართლმადიდებლური თეოლოგია არის საოცრად აი ესეთი ლამაზი, გაშლილი, თავისუფალი. თან მანდ მიმღებლობა ყველაზე მეტად ამ რელიგიას აქვს, რომ თან შინაარსში რომ შევიდნენ. ამის თქმის უფლებას ვაძლევ ჩვენთვის, რომ ცოტა ხანი არ მივვლია მართლმადიდებლურ ეკლესიაში და საკუთარი დიდი კავშირები მქონდა, უდესღაც მრავალწლიანი უბრალოდ, რაც მისწავლია და რაც მინახავს, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მართლმადიდებლურ სწავლებას არ ჭირდება იმის დადასტურება ქაღალდზე, რომ ოჯახი წმინდაა. ნამდვილად. ეს ისეც ცხადია, როგორც ის რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის. გეთანხმებით. და ხო, ოჯახის სიწმინდე ძვირფასია იმ ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ზრუნავს ბავშვებზე, სადაც პედოფილია ასე არ არის ფრთაგაშლილი, სადაც ბავშვები არ შიმშილობენ, სადაც რა ქვია, მარტოხელა დედებს არ უწევთ, რომ სანთლის შუგზე, იმიტომ რომ დენი გადაუჭრეს, დატოვოს ჩვილი ბავშვები და მე ეს ბავშვები შეეწირონ ამ ამბავს. ამ ფონზე ძალიან ძნელია, რა ქვია, ოჯახის სიწმინდეზე ყელყელაობა რა, აი, ხო. და უხერხულიც. უხერხულია, ძალიან უხერხულია. უნდა გვრცხვენოდეს ესეთ რაღაცებზე ლაპარაკი. შეიძლება ჩემი ნათქვამი უფრო გამოჩნდეს, იმიტომ რომ სასულიერო პირიც ამას ამბობს. ნახეთ, ესენიც ამას ამბობენ და აი რაღაცნაირად აი ესე გამიმართლა რომ აი ამ კომბინაციაში გაცილებით უფრო მეტი პოზიტივი მოიტანა ჩემმა მდგომარეობამ. არ დაგამძიმათ ცოტა, იმიტომ რომ რახან აი თქვენას თქვით, რომ უფრო მეტად შეიძლება ვიღაცა ყურადღებას აქცევდეს ჩემს ნათქვამს, ხო, სტატუსიდან გამომდინარე, ამან ხომ მეტი პასუხისმგებლობაც მოგცათ. დასაწყისში თქვენი სიტყვები და ქადაგება შეიძლება ასეც ვთქვა ალბათ. თქვენს ამბიონს და ეკლესიას ცდება ხშირ შემთხვევაში, ხო, იმიტომ რომ დიდი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ის გარემოცვისთან ჩვენ მტრიალებთ, ყველანი როგორც წესი გეთანხმებიან, ხო? ხო. პასუხისმგებლობა გაზარდა და პირველ ეტაპზე მქონდა აი
ისეთი დიდი ემოციური წნეხი მქონდა, იმიტომ რომ მე საბჭოთა პროდუქტი ვარ რა. აი ის რაც თქვენ თაობას, არა, ვარ. აი რაც თქვენმა თაობამ შეიძლება რომ არ მოგეწონათ და თქვათ მე უნდა ჯერ ჩემ თავს გადავაბიჯო, რომელიც მეუბნება რომ რუსთან იქნებ ჯობდე ჩუმად. თქვენ არიცით აი ის რასაც მე ვამბობ, რეების მერე ვამბობ. მე მის პერაგეთი მიუხედავად იმისა რომ მე საბჭოთა კავშირის ტერიტორიად არ დაუბადებულ ვარ ის რომ ადამიანები ვინც აღმზარდა ვისთანაც ურთიერთობა მიწევდა სკოლა იქნებოდა თუ ასე შემდეგ ეგ ალბათ გადმოდიოდა და ხო სხვა ჩვენ შორის ექცოტი განსხვავება არის მე ცოტა ხისტი ვარ წეგანაც ვიკამათეთ ერთ-ერთი იუთუბერის გამო რომ მე ვიცოდი ვერ ვიტან და შენ ნუ იცახი სიტყვებს ვერ ვიტან ცოტა რბილად ხო ასე რომ ხო ეს ეგ არ მგონია საბჭოთა ამბავი ეგ გონია შინაგანი ალბათ ბევრი რამე ალბათ მე ვიყავ 14 წლის საბჭოთა კავშირში დაინგრა და 14 წლის უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ შენი შიშები შენი იდენტობის მთავარი ფორმები უკვე გამოძერწილი ასე რომ იმ ქვეყანამ გამაჩინა იმ ქვეყანამ გამომძერწა და მთელი ცხოვრება ვებრძვი მე მაგალითად პიონერ რუსუდანს თუ რა ვიცი როგორ რუსუდანს რომელსაც ვნებოდა რომ უნდა ყოფილიყო ესეთი მოწესრიგებული ჭკვიანი რიგში უნდა ჩამდგარიყო უშეცდომო არ უნდა გადაეხვია რაღაცეებისთვის ასე რომ ჩუმად კი ჩუმად ყოფილიყო ჩუმად უნდა ყოფილიყავი და ერთხელ, როდესაც ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ამაზე დიდი მე მეგონა, რომ ეხა რაღაცებს კარგი სახელები ჰქვია, მაგალითად ცოტა კი ვაჭარბებთ ხომ, მაგრამ ეს აი ქართულად როგორ აი people pleaser-ები რო არიან, ხო აი რობინე რომ ყველა ბედნიერი ყავდეს, ყველას თავი მოაწოდა, რა სიამოვნო სხვას, ხო ეს მე სულ მეგონა რომ ეს იყო ყველაზე დიდი ქრისტიანული პოზიცია. მართლა. კი, რომ აი როგორ შეიძლება რომ ვინმე შენი უკმაყოფილება აჩვენო, ეს იქნება მეგობარი, დედა, არ დედას უბედავდი ყველა, დედას უბედავდი კი. მაგრამ აი ეს არ უნდა ყოფილიყო და ოდესღაც, როდესაც ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ამაზე დიდი ეგოიზმი არ არსებობს, იმიტომ რომ შენ სულ გინდა, რომ შენ ყველას წინაშე იყო კარგი გოგოობა კი არ არის, მთავარი ის არის, რომ ჩემი კეკლუცობის გამო ჩემი შვილი არ უნდა იყოს, რა ქვია, დაუცველ მდგომარეობაში. და როდესაც ჩემ შვილს ეხება საქმე, ხოთერ დედობამდე ეს ვერ გავბედე. როცა გავხდი დედა და მივხვდი, რომ ამ ჩემი კეკლუცობით შეიძლება დაზიანებულიყო ჩემი შვილები. ყვები ხოლმე ამ ამბავს და შეიძლება თქვენ თან მithქვამს, აი ძალიან ისეთი ყოფითი ამბავი იყო. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობ. მათი არის თვეების, აი ესე მიჭირავს ხელში. და მაშინ ის იყო, რა ქვია, სიგარეტს ეწეოდა, ვისაც სად გაუხარდებოდა და მძღოლი ეწევა სიგარეტს. და ეს მძღოლის უკან ვზივარ და ეს ბავშვი შემოვიტრიალე ესე და ეს კვამლი მომდის ზედ. იმისი იმედიც კი არ მქონდა, რომ მე რო ხმას ამოვიღებდი, ვინმე მხარში დამიდგებოდა და სანამ წნეთში ვცხოვრობდით მაშინ და რომ სანამ ეს სერპანტინი არ ჩამოვიერთდი, გზაზე რომ ჩამოსულიყო, დავჩებოდი ქუჩაში. აი როგორც კი ბაგებში ჩამოვედი, ხმა ვერ ამოვიღე, ვერ გავბედე რომ მეთქვა. შეიძლება ბოდიში ეთქვა რომ აი ვერ შევამჩნიე რომ ბავშვი იყო და შეიძლება ეგრევე გადაეგდო, მაგრამ მე ვერ გავბედე ეს და რო გადმოვედი, მე ვიფიქრე, ღმერთო, ჩემ შვილს ვასუნთქე ამდენი ხანი სიგარეტის სუნი იმის გამო რომ მე კეკლუცობდი რომ არ უნდა შევსულიყავი რაღაცა კონფლიქტური მასში ვიღაც მძღოლთან. აი ესეთ მამბები, ახლა ჰოლივუდივით ერთი ამბით რაღაც ეს არ გადავქცეულ ვარ, რა ქვია. ვანდაუმენად, მაგრამ ხო, ამ ასეთ მამბებმა იმოქმედა, რომ სათქმელი უნდა თქვა. კი. მართალია. და ჩემ მეგონი სულ ორცე. მე რაღაცა პირიქით ვიყავ, მეგონი ადრე უფრო ხისტი ვიყავი და მე უფრო მორბი. ხო. ასაკში. ყველაზე დიდი ცოდვა. თქვენთვის. და თანამედროვეობის გაგებით, თორე ხო. ხო, ზოგადად ესეთი რა ქვია, ყველაზე ამბები ძალიან მიჭირს ხოლმე თქმა. რა ძალიან უცნაური რამე წერია სახარებაში, რომ ყველაზე დიდი ცოდვა, მიუტევებელი ცოდვა არის სულიწმიდის გმობა. რა არის სულიწმიდის გმობა? ყველას აქვს თავისი ვერსია. რასაც მინდა იმას მივუსადაგებ,
რა არის სულიწმინდის გმობა. ვიცი რომ არ მწამს. ხო. მაგრამ თუ არ გწამს, იქნებ საკუთარი თავის ხალატია. უამრავი რამ შეიძლება. თქვენი ვერსიით? ჩემი ვერსიით ყველაზე დიდი ცოდვა არის, როდესაც ადამიანი შეგნებილულად უსიყვარულობას არჩევს სიყვარულით ცხოვრებას. უსიყვარულობა ნიშნავს, რომ არ დაგიდევს არავის საკუთარი ესე მე მომგიტრიალდება და თან გიქადაგებს, მაგრამ მაინც საკუთარ გზას გადაგაბიჯებს, გვამებს გადააბიჯებს, ტკივილებს გადააბიჯებს და თავისას გაივლის. აი, ჩემთვის ეგ არის სულიწმინდის გმობა. ჩემთვის ეს არის ყველაზე უფრო მიუტევებელი რამ, როდესაც ადამიანს არ ენახულება არავინ მის თავის გარშე. ეგ ეგოიზმი არ არის, ხო? აი ხა, ეგოიზმიც არის, რა თქმა უნდა, ეგოიზმიც არის. ოღონდაც, ეხლა კარგად თუ ჩაუღრმავდებით. აი ხა პოდკასტებზე რომ ლაპარაკობთ ამ ბოლო დროს დავჯექი გაბორ მათეს პოდკასტებს უსმენ, ეს არის საოცარი კაცი, რომელიც ადიქციებს იკვლევს და ფსიქოლოგია და მოკლედ საოცარ წიგნებს წერს. ხო და მას ეკითხებოდა ერთ-ერთი, ესე რა ქვია, თქვენერი მასპინძელი პოდკასტზე, რომ აი ზოგიერთი ადამიანი ხო არ უბრალოდ ნაძირალა არისო და ესეთი ცოტა უხეში სიტყვით უთხრა, მაგრამ არავინ ნაძირალა არ იბადება. და ძალიან საინტერესოა მიყვები ამას და მე ხვდები, რომ აი რატო შეიძლება უყვარდეს ღმერთს ყველა. აი როგორ შეიძლება რომ ღმერთს უყვარდეს პუტინი, ან ჰიტლერი, ან სტალინი, ან რა ვიცი, მე კიდე გვარებს ჩამოვთვლიდი, მაგრამ ხო აი ხო აქ ამ გადმოსახედიდან შენ უბრალოდ ნაძირალას ხედავ, ხო? მაგრამ თუ კი გაბორ მათეს შეუძლია დაინახოს, რომ საიდან გამოიწერწა ეს ნაძირალა, რა ტკივილებმა გახადა ისეთად, რომ შეუძლია რომ გადააბიჯოს და გადააბიჯოს ვიღაცაების, ხო? მაშინ ხვდები, რომ ღმერთი კიდე უფრო დიდ სურათს თუ ხედავს, ესე იგი რა იცის ამ ადამიანებზე და რამდენად უთანაგრძნობს მათ ნაძირლობას და ხვდება რატომ მოვიდა აქამდე. და თქვენს თუ უყვარს? ბატონო? თქვენ ეზრით უყვარს? მე ჩემი ეზრით უყვარს. კი. აი ეს არის რა ქვია, ვერ ვიგებ რატო შეიძლება უყვარდეს, მაგრამ მე მგონი რომ უყვარს. თუ თulis რომ ის ისედაც თუ უყვარს წაიყვანოს თავისთან. ხო, წაიყვანოს კი, ანუ კარგები მიყავს ხო ეძახი და ერთ რამდენიმე ესე წაიყვანოს, რომელიც მარტო მას უყვარს ხო შეიძლება. მე შედობაში მე არ მევალება რომ ღმერთი იყო რა. მე არავის ჩემთვის ღმერთობა არავის დაუვალებია და მე ვარ ადამიანი, ღმერთმა მომცა ის ემოციური პალიტრა, რომელიც მომცა. და მათ შორის არის გაბრაზება, მათ შორის არის ძალიან ბევრი სხვა ემოციები, რომელიც მაქვს კონკრეტული ადამიანების მიმართ. და ხო, ეს მე ცოტა სხვა ჩვენ სხვა რამე მოგვეთხოვება რა. გვიყვარდეს, არ ვუსურვოთ ცუდი, მაგრამ ეს იმ დონემდე არა, რომ მათი ხელშეწყობამდე მივიდეთ და დაიჩაგრებოდეს სხვა ადამიანები. ეს კიდე შურს წაგვიყვანს. ერთი რაღაც მინდა კითხოთ, ეხლა ძალიან ისეთია ტრენდული არის შეიძლება ითქვას, რომ აი გაჯაჯვა, რასაც ქვია, ანუ სხვა ადამიანის გაკითხვა, გაკრიტიკება არ არის მისაღები და ეს რა ვიცი უკვე მე სადღაც ხوارი, როცა ეს ვიღაცას კი არ კიცხავან, უბრალოდ რაღაცა ლოგიკურ არგუმენტებს იძახი მისი აზრის წინააღმდეგ რა. ეგ საერთოდ ჩვენ პროფესიას არ ეხება, არასდროს არ ეხებოდა. რა. ჩვენ მუდმივ κρიტიკაში ვართ, ეგ არის ჩვენ ხო, კრიტიკა არა, აი ეს არის ძალიან საინტერესო რამე. აი ხა მითხარით მისი აზრის წინააღმდეგ და არა მის წინააღმდეგ. ხო? მისი ქმედებების შესახებ ანალიზის გაკეთებაზეა ლაპარაკი. მე მესმის რომ ხა ვიღაცა რომ იქცევა როგორც ნაძირალა, გინდა რომ ნაძირალა დაუძახო. მაგრამ უნდა მოახერხო, რომ მის ნამოქმედარს გაუკეთო ანალიზი, გააკრიტიკო აუცილებლად. და კრიტიკა არის ერთ-ერთი უძვირფასესი ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს აქვთ, იმიტომ რომ წეგან ძალიან მარტივი მაგალითი გითხარით, ხო, რომ ხატავდით მე და ჩემი და შეგვეძლო ასე გვეხატა, ატაბატა როგორც გვინდოდა, მაგრამ ერთმანეთს რო ვაკრიტიკებდით, ხო, უსწორებდით რაღაცებს, ერთმანეთი გავზარდეთ ძალიან ლამაზად.
ეს საერთოდ მედიის როლიც ეგ არის. ზუსტად. ზოგადად. როგორც კი კბილებს დააცლი მედიას, სახელმწიფო უნდა გვეხვეწებოდეს რომ აკრიტიკოთ. ზუსტად. ეგრევე უნდა სჭირდებოდეს სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ვართ წესით ჟურნალისტები არიან. ეს არავინ არ შეგეხვეწება, ხელისუფლების ექიმები წესით. ჩვენ პოულობთ, სად არის პრობლემა. კი ბატონო. სვავ დიაგნოზს და მე უნდა იმკურნალო, ხო? ასე ხდება განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ საზოგადოება კი ტოტალიტარული მზეა გლობალიზაციის ციხეში. გლობალიზაციის ციხეში და ტოტალიტარულ ქვეყნებში გახსოვთ ერთხელ გვითხრეს, რომ მეცი რა ესე კი რომ უნდა დაუყვალოთ ამ ადამიანებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ხელაწნეხის ქვეშ არიანო და ესე უნდა მოვექცეთო. ხო, აი ჩვენ ქვეყანაში ყველაზე ეს მნიშვნელოვანი ექიმს მზეა მაღლობელს მიუსაჯეს ციხეში ჯდომა. იმიტომ რომ ლაპარაკობდა იმაზე, რა გქონდა, ხა ქრისტეზე გადავედით ჩვენ და ქრისტე კი არა, ილია ჭავჭავაძე გუშინ წინ იყო საქართველოში. ეხლა რო აქ იყოს ილია ჭავჭავაძეს რეებს უზავდნენ. მის ნათქვამებზე რეებს იზავდნენ, გავიგიჟებდით თავებს. მაშინ რომ წამოს ჩაუდებდნენ ილიას. აბა. ხო, იმიტომ რომ ილია არ უყვარდა თავის თანამედროვეებს. მოკლეს ბოლოს და ბოლოს მოკლეს და თან ეს იყო მკვახე კაცი, ერთ კახელი მკვახე კაცი იყო და განათლებული და ამბობდა რომ სარკეში უნდა ჩაახედო ის ვინც გიყვარსო. და უნდა დაანახო თორე ესაო რა ქვია ქავილი ქეცმა იცისო ეს აი წარმოიდგინე როგორ უხეში სიტყვები ის ქონდა რა ქავილი ქეცმა იცისო აი კახურად დაუდო რომ ეს არ შეიძლება უნდა სარკე აგერ ლუარსაბი და გიხატა აგერ რომ ენა დაენახვებინა ვის მოეწონებოდა ეს არავის არ მოეწონებოდა არსი იმ დროს მოსწონდათ ქართველებს ეხლა კიდევ აი პოდკასტებს იმას უსმენ ხო ქართული ეს არის ბექა კუპახიძის ისტორიული მომის უსმენ ხოლმე და აი მისმინეს ერთ-ერთი პროექტი ხო მისმინეს ერთ-ერთი პროექტი ძალიან საინტერესო აი ესე გვინდა რომ ისტორია ვიცოდეთ რა ესე უნდა იკვლეოდეს და ესე უნდა ისწავლებოდეს ისტორია ესეთი კრიტიკული იმიდან რა ქვიას პრიზმიდან და ის ზუსტად ყვებოდა ხო ჩვენ რო გონია რომ თარგდალეულები იყვნენ ასე რა ქვია თარგდალეულები იყვნენ ერთი პატარა ჯგუფი რომელიც საერთოდ არ მოსწონდათ თავადაზნაურობას და ის იმათ ვინც დაწინაურებულები იყვნენ მეფის კარზე და რა ქვია იმპერატორის ლუბიმჩიკები რო იყვნენ ხო იმათ საერთოდ არ მოსწონდათ ეს თერგდალეულები ეს გაქციანებული ხალხი დადიოდნენ და ეს გლეხებს წერა-კითხვებს ასწავლდნენ რა პრობლემებს უქმნიდნენ ხო ეს რა დარბაისელი ადამიანის საქმეა ხო ილია ჭავჭავაძემ დაწყეს სცენაზეც კი დადგა ილია არ ვიცი როგორი მსახიობი იყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა. ბანკირიც იყო, პუბლიცისტი იყო, წერდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ უნდა აეშენებინა ეს ქვეყანა. და 18-21 წლის აი ჯადოსნური პერიოდი იმის შედეგად დადგა, რომ იმ პატარა ჯგუფმა, თერგდალეულებისა, იმათ რეფლექსია. იმათ გამოზრდილებმა დააყენეს ის ქვეყანა, როგორც იყო ის 3 წელი. და ესეც მაგალითად თქვენ ახსენეთ პატარა ჯგუფმო და აი შეიძლება ბევრი ადამიანი ეთანხმებოდა მაშინ მაგრამ არ ვიცი ხა როგორი კომუნიკაცია საშუალებები იყო მაშინ მაგრამ აი ახლა დაუშვათ რუსთაველზე რომ ამბობენ რომ აი გუშინ ცოტა ადამიანი იყო და გუშინ ცოტა ადამიანი ეგ ცოტა ადამიანი საჭირო დროს გაცილებით ბევრი გახდება და ეგ არნიშნავს რომ იქ თუ დღეს რა ვიცი 100 კაცი არის ეგ 100 კაცია მთელი საქართველოს რომელიც მასე ფიქრობს სინამდვილეში გაცილებით ბევრი არიან და უბრალოდ ეგენი არიან რაღაცა მოტორი რაც ამუშავებს სამწუხაროდ რაღაცა ბორბალი ვიტრიალებს. არა უშავს, ბორბალმა უნდა იტრიალოს, არ უნდა გაჩერდეს. ნათლობა როგორც განაჩენი? დიახ. ეს ჩემი კითხვა. რა საინტერესო ჩვენს ქვეყანაში რაღაცნაირად ტრადიცია არის რომ ტრადიცია არის ბავშვის ნათლობა ხო ისეთ ასაკში როცა თვითონ ვერ გადაწყვეს უნდა რომ არა რომ მოინაცვლოს და მე არაერთხელ გამიგია მაგალითად არამორწმუნე ადამიანზე რომ გაიგები რომ არამორწმუნე აი მონაცვლული ხო ხარ მათ შორის სასულიერო პირისგან და მაშინ ჩვენიანი ყოფილიყარ რატო ხდება ჯერ რამდენად ეთანხმებით რომ შეიძლება ნაცლობა ხდებოდეს მაშინ როცა ადამიანი თავად
ვერ წყვეტს ისეთ ასაკში, უნდა თუ არა რომ მოინაცვლოს და გახდეს რაიმე ჯგუფის წევრი და თუ მოინაცვლა, შემდეგ ეს არის თუ არა განაჩენი, რომ თulis რომ მაგალითად ათეისტია, ან არ არის მართლმადიდებელი და ისლამი უნდა რომ იწამოს, რაღაცნაირად ეს საბუზე დაწერილი რაღაცა თუმცა მეც დავამატებ, რომ ნათლობის საიდუმლო რამდენად შეიძლება იყოს განაჩენი ხო მისთვის ამ შემთხვევაში. და ერთ დავამატებ, რომ ეს ხო რელიგიურ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი არის რეალურად და თქვენს თემში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს, ხო, როგორც თუ სწორად მახსოვს. სახელიდან გამომდინარე, მიხვდებით, რომ რაღაცა ნათლობასთან განსაკუთრებული. და მე მახსოვს, რომ ერთხელ მქონდა შესაძლებლობა შობის ღამეს დავსწრებოდი კიდევაც ამ ნათლობის რიტუალს და ისეთი იყო. და დასამახსოვრებელი და თან თითქოს უფრო ხვდები აი ამ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს, რასაც უფროსი ადამიანები იყვნენ, ხება გულისხმობ მაგას, რომ აი რაღაცა ხო ჩვილები არ იყვნენ და მივხვდი რომ ამათთვის უფრო გააზრებული იყო და მნიშვნელოვანი იყო, აი არ ვიცი როგორ აღწერო, მაგრამ ისინიც ამაში მონაწილეობდნენ მთელი გულით. თქვენ ალბათ ვთქვით რომ ბაპტისტებზე არ ვსაუბრობთ, ხო ბაპტისტურ ეკლესიაზე არ ვსაუბრობთ ბაპტისტურ ეკლესიაზე ვერც ისაუბრებდით, იმიტომ რომ მთავარი აი ეს ნიშა ბაპტისტური ეკლესიის სახელით, ამიტომ სახელი ბაპტისტებმა თავის თავს კი არ არქვეს ბაპტისტები, არამედ გარეშემოებმა და არქვეს რომ ისინი არიან, რომლებიც ნათლობაზე რო ლაპარაკობენ, ბაპტისტები არიან. ბაპტიზმი არის ნიშნავს ნათლობას, იმიტომ რომ იმ სანათლავს ერქვა ბაპტისტერიუმი და ცოტა გრძელი პასუხი გითხრათ თუ საშუალოდ გრძელი პასუხი გითხრათ? გითხარით. მე დაჭერით როგორც გაგიხადოთ. აი რეფორმაციიდან სანამ დაიწყებთ, ეთანხმებით თუ არა რომ შეიძლება ნათლობა განაჩენი იყოს? აი განაჩენი ცოტა უხეშმჭრის და ვერ ავხვდები რატო განაჩენი უბრალოდ აი გძლად გეტყვი რა მოდი ნათლობაზე რადიკალურ აი რეფორმაცია მოხდა ლუთერის დროს და ბევრი რამ შეიცვალა შეიცვალა ლუთერის მოწადინება სულაც არ იყო ახალი ეკლესიის დაწყება, მაგრამ რა კი ვერ მოახერხა ვატიკანის რა ქვია რეფორმირება, ეს მოხდა მხოლოდ პირველ ეტაპზე ერთი ქვეყნის საზღვრებში, გერმანიის საზღვრებში და მერე ეს რეფორმაცია გავრცელდა მთელს ევროპაში და მის მიღმაც. მაგრამ ლუთერის რეფორმაციის მალევე დაიწყო რადიკალური რეფორმაცია, რომლებიც უკვე აკრიტიკებდნენ თვითონ ლუთერსაც კი და ერთ-ერთი მთავარი ეს იყო ამ რადიკალური რეფორმაციის შვილები ვართ ბაპტისტური ეკლესია, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ აი ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი უნდა ინათლებოდეს არა იმის გამო, რომ დაიბადა ამ რეგიონში, ამ ქვეყანაში, ამ რა ქვია, სოფელში, ამ ოჯახში, არამედ უნდა ინათლებოდეს იმის გამო, რომ ამან გაიაზრა, რას ნიშნავს ნათლობა და თანხმობა თქვა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკლესიისათვის. რა ესაკში დგება ეს გადაწყვეტილება? ცოტა ეს არის, რა ქვია, მსჯელობის საკითხია, ხო? ზოგი შემაშილება თქვას, რომ ეს უნდა იყოს. მინიმუმ თქმა ხო უნდა შეეძლოს. მინიმუმ თქმა უნდა აუცილებლად შეეძლოს. უნდა ხვდებოდეს რა უნდა, რატომ უნდა, რაღაცის ფორმულირებას უნდა აკეთებდეს. შეიძლება ადამიანი ამის ფორმულირებას და ამის გააზრებას ვერ ახერხებდეს 70 წლისაცაც, მაგრამ მაგალითად 15 წლისა, 12 წლისა რაღაცნაირად და ის რას გადაწყვეტილებასაც მიიღებს, თუნდაც რა ქვია, მოზარდი არ ნიშნავს, რომ აქ უნდა დამთავრდეს მისი რელიგიურობა, უნდა ყველა ჯერზე უნდა ახლებურად იაზრებდეს და უნდა იზრდებოდეს და შეიძლება იფიქროს, რომ უიდე რა ბავშვური რაღაცა მიამიტური წარმოდგენა მქონდა მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და ეხლა როგორ განსხვავდება ჩემი და მაგრამ ეს არის ბუნებრივი, ესეც უნდა იყოს. ოღონდაც უნდა იმხელა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. აი მაგალითად, ამ ცოტა ხნის უკან ერთმა ქალმა, რომელიც ამბობს, რომ საერთოდაც არ არის რელიგიური და არ წამს რაღაც სასწაულების და იმეების და თავს ათეისტად მოიაზრებს, ეს ისეთი ქალია, რომელსაც სახარებაში ვკითხულობთ, რომ აი ეს ვინც უფალოს გაიძახეს, ისინი კი არ დაემკვიდრებენ სასუფეველს, არამედ ისინი ვინც
მე რომ ნახავ წყურვალიო და წყალი დამალევინა პატიმარიო და მომინახულო ეს ხალი არის აი ესეთი უფალოს არ გაიძახის კი არა საერთოდაც მე ერთი ათეისტი ადამიანი ვარ და ეს ხალი არის მე არ ვიცი სიკეთის განსახიერება აი ეხლა ხან გავიცანი და აი მინდა რომ ვიღაცამ დაწეროს მასზე წიგნი და ოდეს მე ვიტყვი ვინ არის ეს ადამიანი და ამ ხალმა იმის გამო რომ მისი ახლობლები იცნობენ რა საოცარი ადამიანი მონათლა ეხლა ბავშვი აი ვიცი რომ ეს იქნება იცით როგორი ნათლია რომელიც იმ თავის მონათლულს სიკეთესაც ასწავლის სიყვარულსაც ასწავლის შეიძლება ვერ ასწავლოს რაღაც დოგმები და არ არის აუცილებელი დოგმები იცოდეს ადამიანმა ასე რომ გზის ჩვენება მნიშვნელოვანი გზის ჩვენება სიყვარულის ჩვენება არის მთავარი ასე რომ მე მგონია რომ ჩვილობაში ნათლობა არ ნიშნავს განაჩენს მთავარია გახდება ნათლია ვინ რა გარემოში გახდები მონათლული ასე რომ არ არის ნათლობა განაჩენი ნათლობა არის ის რაც მოხდება შენს ცხოვრებაში ეს ჩემი დამოკიდებულება არ არის ეს გამოხატავს იმ ადამიანების დამოკიდებულებას რომლებსაც შეიძლება არ სწამდეს და ვიღაცა ფიქრობა რომ მონათლული არ არის რა კი ხარ всё ეს იაგვიღე ხო რაღაცა ბეჭეც რო გისვენ ხო არა ეს ხო განაჩენი შეიძლება მძიმეს თყვანა ნათლობა არ არის პარტიული კუთვნილება ნათლობა არის ადამიანის და ღმერთის ურთიერთობა და ვერც ბაპტისტური ეკლესია ვერც მართლმადიდებელი ეკლესია ვერც ლუთერული ეკლესია ვერც კათოლიკური ეკლესია ვერც უარანაირი ეკლესია ამას ვერც აუცი ხო ეს უნდა იყოს ადამიანის და ღმერთის შორის ურთიერთობა საინტერესო იყო მადლობა ძალიან საინტერესო იყო გონი ესეთი დასასრული იყო თქვენ თუ ხართ კმაყოფილი ცოტა ისეთი წვეტიანი კითხვები ხო საჭირო ხო რაღაც აჯებს სანდალებით და ხო არ დაგღალათ ან დაგძაბათ თქვენ საქმე გაქვთ ბაპტის ქადაგებელთან რომელსაც ლაპარაკი არღლის ასე რომ უბრალოდ საინტერესო იყო რომ აი ესე როგორ მოხდა რომ ეს პირველი კითხვა იყო სრულიად ეს ცივწყალს რო გადაგასხოთ სადღაციდან უცებ შოპინგზე არ მოვედიო იფიქრეთ უცებ არა მე ვიცოდი რომ ძალიან სანდო სივრცეში ვიყავ სად მოვედი არ მიფიქრია მაგრამ ხო აი ეს ამან რაღაცნაირი აი ეს კონტრასტული ფერები ხა ერთი ქონდა მაგრამ ეს უფრო მეტი უნდა იყოს ხოლმე რომ რამდენჯერმე ადამიანს ცივწყალი კი ინტრიგანი თუ არა ხარ ძალიან დიდი მადლობა სასიამოვნო არის ყოველთვის თქვენთან ურთიერთობა და მეგობრებო გამოგვიწერეთ თუ შეიძლება